სახელითა მამისაითა, ძაძისაითა, დაწმიდისა სულისაითა. ღვთის მადლით, სულგზელებით და გასწმოყვარებით მივიახლეთ წმინდა დიდმარხვის მოსამზადებელ წინა კვირიაკეებს. ერთი კვირის შემდეგ დედაიჩვენი ეკლესია დაიწყებს ჩვენ შემზადებას სინანულის დიდმარხვისთვის. თქვენ იცით ალბათ, რომ ეს მარხვა განსაკუთრებული და გამორჩეულია ყველა მარხვათა შორის. მხოლოდ ამ მარხვას გააჩნია განსაკუთრებული მოსამზადებელი კვირიაკეები და გამოსასვლელი, ესე ვთქვათ, კვირიაკეები, ისე რომ თავად დიდ მარხვა, ისე როგორც წინა კვირიაკე აღსილი არის სინანულისკენ მოწოდებით საკუთარი ცოდვების განცდებისა, ხოლო გამომავალი კვირიაკები ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის შემდგომ სწორედ აღდგომის სიხარულით. წმინდა მამები ამბობენ, თუ ღირსეულად თავშეკავებით და წმინდად განვლის ქრისტიანი წმინდა დიდმარხვას, მთელი წლის განმავლობაში ჩადენილი ცოდვები მიეტევა, იმდენად დიდი და ცხოველსყოფელი ძალა არის. მოსამზადებელი კვირიაკეების წინ, რომელიც იწყება მეზვერე ფარისევლის კვირიაკით, ანუ დღევანდელ დღეს ყოველთვის იკითხება წმინდა ლუკასაგან სახარება, რომელიც ეხმიანება ზაქე მახარებელს. კერძოდ იმას, თუ თავისი გულწრფელი სინანულით როგორ ღირს იქმნა ეს ერთდროს დიდი ცოდვილი ქრისტეს სტუმრობისა და არა მხოლოდ სტუმრობისა, არამედ შვილად აბრაამისად იწოდა და უფრო მეტიც დღეს მოვიდაო ცხონება სახლსა ამასე და რატომ და რისთვის უფრო გამოწვული თავად წმინდა ლუკასაგან ამოვიკითხოთ. სახარების აწინდელ საკითხავში, რომელიც წირვის განმავლობაში უკვე ამოვიკითხეთ ყველას გასაგონად, ორ გარემოებას უნდა მივაქციოთ ყურადღება. პირველ ყოვლისა იმას, რომ ზაქეს გულითადმა სინანულმა უდიდესი და წმინდა ნაყოფი გამოიღო და მეორეს მხრივ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმასაც, თუ რამდენად კაცთმოყვარია ჩვენი უფალი, რომელიც მიზეზია ჩვენი ცხონებისა და საბაბს ჩვენში ეძებს ადამიანში, სამწუხაროდ ხშირად საბაბსაც არ ვაძლევთ ადამიანები და თუნდაც იოტისოდენა რაიმე სულიერი რხევა იყოს სინანულისა, იგი მზად არის მოგვიტოვოს ცოდვები და მკვიდრი გავხატოს ზეციური სასუფეველისა. მოდით უფრო გულს მოდგინეთ, გულდასმით ამოვიკითხოთ სახარების ეს საკითხავი. მასჟამ საშინა ქრისტე მაცხოვარი მიეშურებოდა წმინდა ქალაქისაკენ, აღვიდოდა, როგორც ძველი ებრაელები იტყოდნენ. გზად მან გაიარა იერიქონი, ვიდრე იერიქონში შევიდოდა, ერთ-ერთი ბრმა განკორნა. ბრმა, რომელიც უამრავი ხალხი მიხვდებოდა ქრისტეს. ბრმა, რომელიც ესე იგი დაჟინებით ითხოვდა, უფრო მეც ვიტყვი, გაჰყვიროდა იესო ძეო დავითისო, შემიწყალიმე დავითის ძე თუ ხადოდა, ესე იგი მესიად აღიარებდა. გასაოცარი რამ არის, ხორციელი თვალით ბრმა იყო და სულიერად ქრისტეს მჭრეტელი. და რამდენია ჩვენ შორის, რომელიც ჩინებულად ხედავს ხედვიერს თავისი მიწიერი თვალით, მაგრამ ყველაზე არსებითი სულის თვალი აქვს დახშობილი. აქედან გამომდინარე, თვით მზესად, მზედ წოდებულ ქრისტე მაცხოვარსაც, რომელიც დაუღამებელი მზია, მასაც კი ვერ სჭრեց. ისეთის რქელი, ესე იგი, საფარველი ადევს მის თვალებს, გონების თვალს, რომ მის იქით იგი ვერ ხედავს ჭეშმარიტებას, ვერ ხედავს ჭეშმარიტ სინათლეს, ვერ ხედავს სინათლის წყაროს ქრისტე მაცხოვარსა ჩვენსა. მოკლედ, რამდენს არ აჩუმებდნენ ამ ბრმას, ის უფრო ხმამაღლა გაჰყვიროდა. ესე იგი, მოციქულები და სხვანი ფიქრობდნენ, ნუ დააშრობ მოძღვარსა, ნუ შეაწუხებ, იმიტომ რომ ვრცელი გზა გაიარეს, ვიდრე მივიდოდნენ იერუსალიმში. მაგრამ არა, ბრმას თავისი ტკივილი აწუხებდა. ეს ტკივილი მოგრილი იყო თვალთა სიბნელით, სიბრმავით. ქრისტე, რომელიც არის გულთამხილავი და ყოველს ასჭრეს და ყოველივეს და მათ შორის, როგორც პავლე მოციქული ამბობს, რაც კაცია, იგი ცუწყის, ვიდრე გამოავლეს, ესა თუ ის კაცი, ამა თუ რასმე, მაგალითად აქ ბრმა და იქ მერე ზაქე მოგვიანებით, ცოტა მოგვიანებით. ყოველივე უწყის რაც კაცია. ის ელოდება ჩვენგან
რომ ჩვენც გადავდგათ ნაბიჯი უფლისაგენ. აი როგორც მოციქული იაკობი ამბობს, ესე იგი მიუახლოვდით ღმერთსა და მოგიახლოვდებათ. ეხლა ზოგიერთი თვითკმაყოფილებით, სულიერი უმეცრებითა და სიბრმავით ეს არის აპარტავნების გამოძახილი, რა თქმა უნდა, ამბობს თუ ღმერთი ყოვლის ჭრეტელია, ყოველივე უწყის, რა საჭიროა რომ მე ვთხოვ, მახობ იცის რომ ეს მე მინდა, ეს მე მაკლია. როგორი თავხედობა, როგორი მსვაუბრობა, როგორი ქეთმაღლობა, ესე იგი უფალი მონა და შენ ბატონი ხარ. და უნდა მოგემსახუროს კარგ მონას ნახევარი სიტყვითაც და უსიტყვოთაც ესმის ყველაფერი. კი, ის მოვიდა, მიიღო მონის ბუნება, ევნო ეწამა, ყველა სიმართლე ჯვარცმა მიიღო. სწორედაც რომ როგორც მონა გემსახურა, მაგრამ შენ ესეც ვერ გულისხმავი და ვერ შეიტკბე. მაშასე დაშინებით გახვირო და ძეო დავითისო შემიწყალე მე. ქრისტე შეჩერდა. შეჩერდა ყველა ასობით, შესაძლოა ათასობით ადამიანი მოსდებდა, გზადაგზა მას უერთდებოდნენ, გადმოიარა მან სამარია და მიეშურებოდა იერუსალიმისაკენ. სვლელობა შეჩერდა. როგორც ჩვეულებრივ მსგავს შემთხვევებში ხდება, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიურად სიჩუმე ჩამოვარდა. და აი ქრისტე გაესაუბრა ბრმას. თუ რა სიტყოდა იგი? სურს, რათა თვალი აღმეხილოს. ქონდა კადნიერება ამგვარად და ეს სიტყვები ეთქვა თავად მაცხოვრისათვის ბრმას, იმიტომ რომ ქონდა ცოცხალი რწმენა. მან ბრმამ შეიცნო რომ ის მესია და მისი აურაცხელი სასწაულებიდან და ამაღლებული მქადაგებლობიდან ძალზე ცოტა ქრისტეს 500-მდე ყავდა მოწაფე ამაღლება და თუ შეიცნო რომ ის არის მაცხვარი, ისე რომ ბრმა ვერ ახავდა ვერც იმას თუ როგორ განკურნა კეთროვანები ბრმებს თავად თვალები აუხილა სხვა შემთხვევებშიც ესე იგი ეშმაკეული გასმიდა და ესე იგი მკვდრებიც კი აღადგინა. ეს არაფერი არ უნახავს, მაგრამ მან რწმენით მიიღო. ესე იგი რა აი წარმოიდგინეთ ათეული წლების შესაძლოა წლები თუნდაც იტანჯება, ელოდება რაღაცის იმედია, რაღაცის გარკვევით არც იცის, როგორც ჩანს მორწმუნე ადამიანი არის ეს. და აი გამოჩნდა ვინმე იესო ნაზარებელი, რომელიც მხოლოდ სიტყვით კორნავს ავატყობთ, იმედით ჩაესახა. იმედი საიდან მომდინარეობს? სარწმუნოებიდან. ესე იგი მას რწმენა ჰქონდა. რწმენა მასში ჩამოაყალიბა იმედი. ხოლო რწმენა და იმედი ერთად ბადებს საღვთო ტრფიალებას და მართლაც განიკურნება რა? საღვთო ტრფიალებით მიეჯაჭვება ქრისტეს. მიმოვიდოდა და ადიდებდა ღმერთსა და მისი შემხედვარი ამ სასწაულისა, სხვებიც ადიდებდნენ ღმერთსა. აი როგორი მადლიერება აღმოჩნდა. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ქრისტე მაცხოვარმა უაყურისფრი განკურნა რა, ყველა მადლიერი დარჩა. აი მაგალითად, ამაზე უფრო მეტად ტანჯული ადამიანი, ესე იგი, ბითესდის ტბასთან რომ არ ვიტყოდი ცოტა უხეშად უნდა ვთქვა, ეგდო 38 წელი, იმიტომ რომ ვერ გადიოდა, პარალიზებული იყო. ისიც რაღაცას ელოდა, როგორღაც, არ იცოდა რას კერძოდ და ქრისტე როცა მიადგა მას და ჟაბაასი გაიმართა, მათ შორის ქრისტემ შეიწყალა და განკურნა. მაგრამ ის მადლიერი არ აღმოჩნდა. წავიდა და შაბათს მოხდა ეს, დააბეზღა ქრისტე. ივანე ოქროპირი ამბობს, რომ მას უნდოდა თავისი მადლიერება ყველასთვის ემცნო. დიდ პატივს უდიდესი ავტორიტეტია და სიყვარული, მაგრამ სხვა მამებთანაც ასეთივე აზრი ან განსხვავებულიც მინახავს, რომელიც ამბობენ, რომ ის შინაგანად იყო ორგული ადამიანი, საკვარი. განარა მას არ ეწოდინებოდა, როცა ბრმამაც კი ბევრი რამ იცოდა ქრისტეს და იმედი ჩაესახა, რომ წიგნობარ ფარისევლები დაუძინებელი მტრები იყვნენ ქრისტესის, სულდად განიკითხავდნენ მის სიკვდილს მსჯელობდნენ, ამზადებდნენ მისთვის ჯვარცმას. მე ვფიქრობ იცოდა უკვე თითქმის 3 წელიწადი იყო გასული ქრისტეს ქადაგებლობა სასაულთო მოქმედებიდან, მაგრამ არა. მან დააბეზღა ქრისტე წიგნობარ ფარისევლებთან და მართლაც მათ აი ამ დაბეზღების მერე მეტადრე გამოუტანეს განაჩენად ქრისტეს ჯვარცმა. თან ნახეთ საყვარელო, როცა განკურნა იგი უფალმა რა უთხრა? წადი და ნორღარა სოდავ. ეს იყო წინასწარმეტყველება ქრისტეს. იწინასწარმეტყველებდა რას მოიმოქმედებდა იგი. რატო უთხრა მაშინ? იმიტომ უთხრა რომ გააფრთხილა. მე ვუწდი ვინჩე 38 წლის ტანჯული პარალიჩისაგან განკურნე, რომ შენ ორგული ხარ გულის სიღრმეში და დამაბესებ. ამიტომ გეუნები ნორღარა სოდავ. თავი რომ აღარ ემართლებინა, არავის არაფერი არ უთქვას, რომ მადლიერებით გამოვთქვით თუ როგორც.
არა, აი სწორედ ქრისტეს ეს სიტყვები არის მოსაჭიდებელი. უფალმა უწყო და რაც ყოველივე უწყის, რაც კაცშია. ამიტომაც უთხრა, წადი და ნორღარასხოდა და რა მიაყოლა სიტყვები. რათა უძვირესი არ შეგეფხეს. რა არის უძვირესი ამაზე? დააბესხა ქრისტე. ქრისტეს მკვლელობა. და ქრისტეს მკვლელები მარტო ისინი კი არ იყვნენ, ვინც სამშვალე მიამშვალა ქრისტეს ჯვარზე. ყველანი ქრისტეს ჯვარცმელები იყვნენ, წიგნობრები, ფარისევლები. და მემეც გეტყვით, დიდი შულის კანონის მიხედვით, ქრისტიანული დიდი შულის კანონის მიხედვით, ჯვრის მცველება დღეინდელად დღემდე იწოდებიან ურიები. ყველა ებრაელი, რომელმაც არ მიიღო მესია. გესმით საგვარელო? და ეს მაბეზღარაც, რა თქმა უნდა, რომ შეირაცხა არა ქრისტეს მოწაფეებში, არამედ ქრისტეს ჯვარცმელებში. ესე იგი, იმ ცოდვამ, რომელმაც 38 წელიწადი პარალიჩში მოყვარა, იმ ცოდვაზე მეტი იყო ქრისტეს დაბესხება, ქრისტეს უარყოფილობა, უმადურობა, თვითონ სიტყვა ქართულიც, უმადურობა საერთოდ მადლის არ ქონა. მადლი, რომელიც მიიღო კურნებით, მოინახულა რა იგი უფალმა, ესე იგი, ეს მადლიც დაკარგა. და უფრო მეტიც მესამე თვითყვი ქრისტეს მკვლელებში, ქრისტეს ჯვარცმელებში შეირაცხა. და იმას აქეთ, ყველა ვინც ქრისტეს უარყოფს, ებრძვის, შეაჩვენებს, სატანას ხადის თავის მამად, ყველა ესენი არიან ქრისტეს მკვლელები. და სამჟავროზე განიკითხებიან პირველ ყოვლისა როგორც ქრისტეს მკვლელები. და როგორი ტკივილები განიცადა ჯერ ერთი უფალმა უმადურებისაგან. და 12 მოციქულში ერთი ყავდა ასეთი უმადურის, იუდა ისკარიოტელი, რომელსაც არასდროს არ სამდა ქრისტე როგორც მესია. მან კონკრეტულად ჩათვალა, რომ ეს იყო ისრაელის განმანთავისუფლებელი რომაელთა ბატონობისაგან. ეს იყო მისი არსებითი შეცდომა, ის იყო ათეისტი, ის იყო ურწმუნო ადამიანი. ეხლა თქვენ თუ მკითხავთ, მას რატომ ხომ იცოდა, რატომ შერაცხა? ყველას გვაძლევს მართალსაც და ცოდვილსაც ცხონების საშუალებას. თავი რომ არ ვიმართლოთ, რომ აი შენ რომ მოგენახულებინე, მაშინ მე ამას არ ჩავიდენდი. აი როგორც ფსალმში წერია, წინასწარმეტყველება ქრისტეს ქადაგებაზე ბევრი რომ მოარყოფდა. ესე იგი, ერთხელ და ორჯერ მივედიო ცოდვილთან და არაინება ჩემი მიღება. გულის კარზე ქრისტე თავისი კაცთმოყვარებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ცალკეული ერების ან კონკრეტული ადამიანების მაცხოვარი კი არ არის, ხო, ის ყველას მაცხოვარია, ყველას გულის კარზე რერს. ოღონდ ერთნი პასუხობენ, მეორე, თუ ჩვენ დავიწყებთ მსჯელობას, რა თქმა უნდა, ამაზე მსჯელობა შეიძლება, რატო არ ვთქვა, პეტრე იღებს და მაგალითად თამარი არიღებს ქრისტეს. რა თქმა უნდა, ჩვენ დავინახავთ, რომ ყველას რაღაც წინაპირობა აქვს, რომ მიიღოს ქრისტე, ან არ მიიღოს. ძალიან ზოგადად რო თქვა, თუ ზოგადად ისეთიც რქელი ღრუბელი ადევს გულზე ცოდვებისა, როგორც ყრუკედელი აღარ აძლევს საშუალებას, რომ კედლის იქით ვინმეს და რამეს ჭრედეს ქრისტეს სინათლეს ჭეშმარიტებას. და ძალიან ვრცელი მსჯელობის საგანია, ამჯერად ამაზე არ შევჩერდები, რომ უმთავრეს საგანს არ მოვსვეთ, რისთვისაც საუბარი დავეწყვეტ. თუმცა ვფიქრობ, ისიც ღვთისმსხურიერი და სასარგებლო იქნებოდა. მაგრამ ყველაფერს თავისი დროჟამე აქვს. არის დრო შეკრიბო კენჭები, არის დრო როგორც სოლომონი ეთყო და გადაყარო კენჭები. ჩვენც ვიბადებით რა დროსა და სივრცეში და მიზეს შედეგობრივად ამ კატეგორიებით ვასრულებთ, ჩვენც რა თქმა უნდა დავემორჩილოთ იმას, რაც და რისი უნარიც მოგცა უფალმა. თავით თვისით ბრძნობა არ უნდა დავიწყოთ, იმიტომ რომ საშიში არის. ვიმსჯელოთ, ვისაუბროთ იმაზე, რაც არც კი ვიცი და ჩვენი ადამიანური გონებით რაოდენ ინტელექტუალურიც არ უნდა იყოს, სულიერი, ნაკითხი, მცოდნე, განათლების კიდე რა ეპითეტებს ვიხმარდით, ადამიანი ვერ მისვლება ღმერთს. იგი არის მიუცდომელი. მას როგორ გვაქვს წარმოდგენა ღმერთზე, იკითხა ზოგიერთი უკმაყოფილოდ. ეს გამოძახილია ამ პარტავლების მსგავსი კითხვები. როგორ გვაძლევს წარმოდგენას? მან თავის თავზე წარმოდგენა მოგცა ღვთაებრივი ენერგიებით. რაც გამოავლინა სამყაროში. ასევე წინასწარმეტყველთა მიერ, მართალთა, პატრიარქთა, საღვთო განოცხადების წმინდა წერილის მიერ. ცალკეული შემთხვევებით ამა თუ ადამიანებთან თუ ერებთან. რაც საღვთო ისტორია, ან საეკლესიო ისტორიამ ჩავდეთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველაზე უფრო მკაფიო და ნათელი წარმოდგენა ღმერთზე მოგცა
უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, რომელიც არის ხატი მამისა, როგორც ღვთისმდიდრებული პავლე ამბობს და ბრწყინვალება მისი დიდებისა. სისავსი, რაც შეიძლება მეტი სისავსი, მაგრამ ესეც არის ნაპერწკალი ღმერთზე ჩვენი წარმოდგენისა. წმინდა მამები ამბობენ, ჩვენ რომ ვსვათ რომ ღმერთი სახიერი, ანუ ყოვლად კეთილი. ეს მაინც ეს სიტყვა ადამიანს ვერ გამოხატავს არსებას ღმერთისას. კერძოდ როგორია იგი. ჩვენ ამიტომ ვამბობთ, რომ ის არ არის ბოროტი. ამაზე იქით ჩვენი გონება ვერ მიდის. ხოლო თვითონ წმინდას, რომელიც ჰარიჰარალოდ კი არ ერჩევს ამ გვარიშვილობის მიხედვით, ან სოციალური მდგომარეობის, არამედ შინაგანი კაცის მიხედვით, ვინ როგორ გაისარჯა, იღვაცა, განიწმინდა სული წმინდის მადლით, იმის და რა ხარისმა მისცა, იმიტომ რომ როგორც მოციქული პავლე ამბობს, მადლის სული წმინს არის ერთი და იგივე ნიჭების სხვადასხვა არის. სხვა არის ნიჭი მახარებლობის, კმაურობის, შეწევლის და ასე შემდეგ. თითოეულ ადამიანს ამა თუ წმინდანზეა ლაპარაკი, ამა თუ იმენით საძლევს. მაგრამ მათაც ჰარიჰარალოდ არ აძლევს. რა კი ხედავს შინაგან ადამიანს, მისი შინაგანი ადამიანის და მიხედვით რისი აღქმაც და გათავისება შეუძლია აძლევს მას და აძლევს არა მარტო საკუთრივ მისი ცხონების, როგორც იგივე პავლე ამბობს, არამედ რათა სხვებიც მის მიერ ამ მადლით სახლად სულიერად აღეშენებოდნენ. აი რისთვის ეძლევა ნიჭები. არა იმისთვის, რომ თავი მოიწონოს, რომ მაგალითად სასაულთმოქმედების ნიჭი აქვს, ან მახარებლობის, ღვთის სიტყვისა და სხვა, არამედ აღეშენოს თავადაც, როგორც ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფე და ჩვენ აღვაშენებთ ამა თუ იმ ნიჭებით, ეს ღვთის ნიჭები, ამიტომ არც არჩილს, არც პეტრეს, არც გიორგის, არავის არ შორის, არც პატივი, არ დიდება, არაფერი მსგავსი, მხოლოდ მამას ზეს და სულიწმინდას, რომელიც ანიჭებს ამა თუ იმ ადამიანს და როგორც უკვე ვთქვით, ანიჭებს თავისი დიდი სიბრძნით და განგებულებით. მან იცის, ვის რა მიანიჭოს და რისთვის. რა შეიძლება ამ ყველაფერზე ითქვას დასკვნად, რა არის ეს? ეს არის ღვთის სიყვარული თავისი ქმნილების და ამ შემთხვევაში ქმნილების გვირგვინის ადამიანის მიმართ. ჩვენ ყველა სიტყვას თუ ჩაუღრმავდებით, ჩვენ დღეები და ღამეები არ გვეყოფა ამაზე საუბრისთვის. ერთგვარად და ერთხანს გვეყოფა ენერგია, შემართება, მე ალბათ დავდუმდებით დაღლილობისა და განსულობისაგან. თუმცა ესეც მინდა გითხრათ, რომ თუ ღმერთი ინებებს, ვერც ვერავინ დაგვადუბებს, თუნდაც სიცოცხლის ბოლომდე განუწყვეტლივ რომ საუბრობდეთ ღვთის სიყვარულზე. რადგან ჩვენ გვაქვს მაგალითები, როდესაც წმინდა მამები იყვნენ, მაგალითად ბესარიონ მეგვიდელი და სხვანი, რომლებმაც დიდხანს სიცოცხლეს, თუმცა ფიზიკურად იყვნენ დაუძლურებულნი. ყველას კურნავდნენ და თავად მაგალითად ბესარიონი არ იკურნებოდა. დიდხანს სიცოცხლე არ მაქვს 120 წელი თუ მეტი იცოცხლა კიდე და ესე იგი ადამიანი, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში მეორე ადამიანი ისუს ნავეზის შემდეგ, რომელსაც მზე გააჩერა ლოცვით. ჩვეულებრივ მეცნიერება გვასწავლეს და სავსებით ვეთანხმებით, რომ თუნდაც ერთი კომეტა ან ვარსკვლავი დადგება სვლისაგან, როგორც უბრძანა და ბრუნავს ის გარკვეული მოსასწრებები ჩვენ ვიცით, თუ რამოდენიმე ცა არსებობს და მზის გალაქტიკაზე ვლაპარაკობ, ერთიც რომ დაბრკოლდეს და შეჩერდეს ან დედამიწა, ან მზე მეტადრე და მთვარე, ენით აუწერელი კატასტროფები იქნება მთელს გალაქტიკაში. მაგრამ როგორც ფსალმში წერია, ღმერთმა უბრძანა არა გარდავალს თავის სისვლისაგან. ნათობებზე, ცდომილებზეა ლაპარაკი. ღმერთმა უბრძანა ცდომილებს, ვარსკვლავებს თავის სისვლისაგან არ გადავალ. არ გადაიხრება ორბიტისაგან. როდის მოხდება ეს? ეს მოხდება ქვეყნიერების დასასრულს. რატომ მოხდება? უკიდურესად დაეცემა კაცთან მოდგმას ნეობრივად, განუდგება ღმერთს და უფრო მეტიც ეშმაკის ნიშნით დაიბეჭდება. მას აღიარებს ღვთად და უარყოფს ჭეშმარიტ შემოქმედს. აი ამიტომ არის აპოკალიფსში აღწერილი და არა მარტო აქ, არამედ წმინდა მამებთან, წინასწარმეტყველებთან რა კატასტროფები უწვის ქრისტეს დიდებით დაბრუნებას. სანი მოიშლებიან, ნათობნი გარდავლენ თავისლისაგან. მზე აღარ გამოსცემს თავის გალაქტიკაში მცუნვარებას, სინათლეს. თოვარი და ყოველი და მზე და სხვა დანარჩენი ცნობილები ყველა ნათებიან მზით. მზე დაბნელდება. უბრალოდ წარმოიდგინეთ ერთი წამით, რა საზარელი იქნება ადამიანი, რომ ადამიანი ბუნებით არის ლაჩარი, შიშარა. რა დაემართება? როცა დაბნელდება და განათდება კი არა, როგორც დროდადრო რაღაც საუკუნეებში ერთხელ ხდება თუ სხვა, ან გარკვეულ ეპიზოდებში კაცობრიობის და სამყაროს არსებობის, არამედ დაბნელდება და აღარ განათდება. სასოწარკვეთილება, ტკივილები,
უიმედობა დაეუფლება კაცობრიობას. მანამდე ისეთი საზარელი მოვლენები მოხდება ანტიქრისტეს მეფობის დროს, ამ წყეული მეფობის დროს, რომ უკვე სუიციდი ამითაც გამრავლდება, თვითმკვლელობა. ეს იქნება მათთვის, უღმერთოთათვის, დაბეჭდულთათვის თითქოს ერთადერთი გამოსავალი, მაგრამ არა მორწმუნეთათვის. ღმერთი თავის დაცულს და დაფარულს დაიცავს და დაიფარავს. გამოყვებავს კიდეც, როგორც თუ არაფერი ექნება სიცილს დაგვაყრიან ათეისტები. სხვას რომ ჩვენ თუნდაც ტალახს მოვზილავთ, როგორც სკიმონაზონი მაკარი ამბობს, ვილოცებთ ჩვენი უფლის მიმართ, ჯვრის ნიშს დავსახავ და უტყდეს პურებად შეგვერგება. ეს თქვენთვის არის შეუძლებელი, მაგრამ ღვთისთვის და მისი მოსავებისთვის, მოიმედეთათვის, ეს შეუძლებელი სავსებითაც არ არის. ჩვენ არ მივიღებთ რა ბეჭედს, ანუ არ ვუარყოფთ რა ქრისტე მაცხვარს თანამამი და სულიწმით, სულიწმით არ იქნება ჩვენგან მადლი აღებული. მადლი არის ნუგეშინის მცემელი. ჩვენ ვიქნებით ნუგეშინის მცემელი, არა მარტო მატერიალურად, თუნდაც ეგრაც ვახსენე, არამედ სულიერათაც. პირიქით, როგორც ღვთივდიდებული პავლე წინასწარმეტყველებდა 20 საუკუნის იად, თავად ასეთი მორწმუნეები ცოცხალ ტაძრებად იქცევიან. მათ გარშემო გაერთიანდით 20 და 30 კაცი შეგვაგონებენ ბოლო დროზე, ბოლო შამსე წმინდა მამები, მათ შორის ჩვენი მამა გაბრიელიც. ეკლესიებს შეგვიგინებენ, შეპილწავენ, ყველა სიწმინდეს გაიტანენ, ანტიქრისტეს გამოსახულებას აღმართავენ და წინასწარმეტყველის, მაგრამ ის წმინდანები ცოცხალი ტაძრები იქნებიან, ისინი იქნებიან მანათობელი დანარჩენი მორწმუნეებისათვის. ეს მოხდება, ეს ზალზედმალი მოხდება. ხო ხედავთ საყვარელო მოვლენები როგორ ვითარდება. აი ახლაც თუნდაც ამერიკაში მოვიდა პრეზიდენტი, იმედები რაღაც სხვადასხვა თვალსაზრისებით, რაღაც გადახრა ის პათოლოგიები სექსუალური თვალსაზრისით არ აქვს. იქნება სექსუალური რევოლუცია შეჩერდეს, თუმცა ერის დიდი ნაწილი, მათ შორის პირყოლის ახალგაზრდები გაიყვნენ საგრძნობლად ჩვენთან. ეს ერთ-ერთი სტრატეგია და ტაქტიკა, როგორ დაიპყრონ ქვეყნები დასავლეთიდან. იმიტომ რომ გარყნილ ადამიანს რო გარყვნიან, მამათმავას, ბოს, ლესბოსებს, ტრანსგენდერს ეცინება სამშობლოს ცნებაზე, ეცინება ღმერთზე, ეცინება სულის ხონებაზე. აი ეს თურმე რა ხდება? მართალია ისინი ჭურვებს არ გვიშენენ და ტანკებით არ შემოდიან, მაგრამ აი შემოაგდეს გესლი, ანტიქრისტიანული, მათ შორის სექსუალური რევოლუცია, სხვა მოსაზრებები, ოკულტიზმით აივსო ქვეყანა იქამდე, რომ მათ საპროტესტო გამოსვლებზე უკვე ოკულტურ რიტუალებსაც ატარებენ. აი ერთ-ერთმა დედამ მითხრა, ორიოდე დღის წინ აქ ბრილში დადიოდა, მამა ივანე სულიერიშვილი იყო და დაკრა ფეხი წავიდა და აღარ მოყვები როგორც ხორებას ეწევა. ჩემთვის ძნელი მისახვედრი არ არის, იმიტომ რომ 53 წელიწადი აღსარებაში იყო და ერთგვარი სულიერი გამოცდილება, რა თქმა უნდა, დაგვიგროვდა. და თავის პატარა ძმას ასწავლის, რომ აი ეს ქვები უნდა დააწყო, თვარი დაიმუხტებაო და მადლობა, რომ პატარა უფრო კეთილგონიერი აღმოსავლეთ უფროსი და წავიდა და ილოცა მაცხოვრის ხატთან. შეესადულა თავის დისთვისაც, რომელსაც გონება აქვს ამღრეული. არ მინდა სიტყვა შორს გაფიტაცოს, რაღაც იმედები ჩაისახა, მეორე მხრივ რა ხდება? აგერ ახლა მოუნდათ გრენლანდია, კანადა. რა იქნება მოლოდინის რეჟიმში ვართ, როგორც იტყვიან საქართველოში. ჩვენი მტრები, ახალი ქართველები, აი ეს მასა აზვირთებული ეშმასაგან, რევოლუციონერები, ყიჟინას სემენ, რაც უფრო ბევრ ბოროტებას გააკეთებენ ქვეყნის მიმართ. აი ახლა რაც მოხდა თუნდაც ევროპაში. არ მინდა კონკრეტულ დატურებამდე როგორც იტყვიან ხოლმე. ყველა ესენი არიან ეშმაკის ანგელოზები, მამონას მონები, სხვებს ეძახიან, ვისაც თვითყოფადობა, დამოუკიდებლობა და ღირსება უნდა, ოჯახი, ტრადიცია, მონები ხართო. და მე გულახდილად ყოველგვარი, იმიტომ რომ მოძღვარი ვარ, არ შეიძლება მათ დავცინო და სხვა. ვიტყვი რომ ესენი არიან მამონას მონები, ფულის მონები. ეხლა ყვაბასაც ალაპარაკდნენ, რომ ფულის ტრანშები ცოტა შეუწყდათ. და თქვათ ექსპერტები, პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ერთხანს ეკופათ ფინანსები, იწანწალონ ქუჩაში და ასე შემდეგ. ეხლა ცენტრალური ტრასები უნდა გადაკეთონ, მათ შორის საერთაშორისო მნიშვნელობის და ასე შემდეგ. ჩამოვიდა მათი ბებია სალომე და ჩამოუტანა დარიგებები დასავლეთიდან. არა ჩამოტანა უნდა კავშირგაბმულობა ისეთ მაღალ დონეზე, რომ აქედან დედამის ერთ კუთხე, მეორე კუთხე დაელაპარაკებენ კიდე საუკუნეების წინააღმდეგ ნილოსმირო მდინარე და სხვა მამები. და ესე შემდეგ. მე ხაზი გავუსვი, ალბათ ბიაქციით ყურა, ესენი არ არიან მოღალატეები, ესენი არიან მტრები. მოღალატე ის ქვია, ადამიანი, რომელიც ერთ დროს იყო მაგალითად პატრიოტი, ან ქვეყნის, ან ეკლესიის, ან ღმერთის და
და მე განუდგა. ის არის მოღალატე. ესენი მტრები არიან. რაც ვიცნობ ჩვენ მათ. აყოლილებული ყავთ რამოდენიმე მოღალატე 1000 შეიძლება ან 100. აი ეს არის სინამდვილე, სამწუხარო. კარგით ვანებოთ თავი და სინანულს გადავცეთ ისინი. რა კი სინანულის ქადაგებლობა არის, საქეს სახარების საკითხავით ლუკასაგან. მას ისინიც სინანულს შევავედროთ. ანუ სული წყლის მადლს რომ მოინახულოს სინანული და გასდა საკუთარი დანახა თავისი თავი. რა დღეში არის. აგერ ესე იგი ამ დილას შემოხვდა ერთ-ერთი მოტირალი მორწმუნე დამლოცეთ მამა შეწუხებული იყო სახე ცუდად ვარო ძალიან. ინკოგნიტოდ ვიტყვი თქვენ მაგას არის ესე იგი ახლო ნათესავი შვილი რაღაც ორ წავიდეს დადის ღამის კლუბში და ამ ბავშვი არის ცულებები. მოთხარ მშობლები რა შეუბნები არ მეთქი. არაფერია მობეძლება წამოვდა. ესე იგი როგორ უნდა თქვა შობლებს ეს არასწორი აზროვნება. ესე იგი ეზიარება იქ გარყვნილებას, ნარკოტიკებს, გართობის სული აღვირახსნილობა და კიდე სადამდემივა ვინ იცის და მე როცა გადაიღლება ანუ თავი აღარ იქნება მე დაანებებს თავს და რო დაიღუპოს ასეთი ვის მოკითხავსობებს ჯერ მშობლებს და მე უკვე იმ ბავშვს ბები არის განადგურებული იმიტომ რომ მორწმუნე ადამიანია და იცის რა სულის ტრიალებს იქ ილოცე მეთქი საგვარელო დედა მოვა მეთქი და არ მოვა რომ გავესაუბრო გასაგებია რატო ყავს ასეთი შვილი დედა ნახე მამა ნახე შვილი ესე გამონახე და ბები არის გულმტკივნეული ამაზე იმიტომ რომ მორწმუნე ღვთისმოსავი ადამიანია ვილოცოთ ამ ბავშვისთვის აი დღეს მე ვთხოვე სახელი და დღეს ჩვენს მოიხსენებ სადაც შეიძლება და მოხსენება ლიტურგიის განმავლობაში ღმერთმა სინანული მისცეს დაანახოს რა ჭაობში იხრჩობა ეს და სხვა მოდით მივუბრუნდეთ სათქმელს მეტისმეტად არ ავსდეთ თუმცა ვფიქრობ ამაო არც ერთ სიტყვა არ იქნება ებედო როდესაც ჩვენ საფლოს ზიარება მივიღეთ წმინდა ტრაპეზთან როდესაც აქ გამოვედით და ყოვლადწმინდა საების სახელზე სავზეს ჯვრისნიში გამოვისახეთ ამით რა სული წმინდას მოუწოდეთ მე რაც შემეხება როგორი გამტარობაც მაქვს მადლის მიმართ იმდენად თისნიერი იქნება ჩვენი სიტყვა და ქადაგება აქ ჩვენი თითქმის არაფერია. კარგად ამბობს ბლეს პასკალის ცნობილი მეცნიერი, ნუ იტყვი ჩემი წიგნი, ჩემი აზრი, ჩემი შეხედულება. იმიტომ რომ პირადად შენ იქ ძალიან ცოტა არისო. ამიტომ სხვისგან არის ბევრი რამ აღებული, ამიტომ უნდა თქვი ჩვენი წიგნი, ჩვენი აზრი, ჩვენი შეხედულება. ჩემი რა არის? ცნობიერების ნაკადი, ხმის ტემბრი და სულიერების თუ განათლების ის დონე და ხარისხი, რომელიც მომიპოვებია 68 წლის ასაკში. სიყრმიდან აქამდე არ ვაზვიადებ ბავშვობიდან ასეთი სულის ვიყავი ბუნების არ ვიცი რატომ რა თქმა უნდა ყველაფერს ვაკვირდებოდი მზე რატო იყო ამგვარი აი ყვავილი პატარა ცენზურა ქვია სოფელში ვიზდებოდი პირველი წლები დღემდე სოფლელი ვარ შინაგანად არ მიყვარს ქალაქი ნუ ეს სხვა თემაა და მე ვილაპარაკოთ არ რატო გიამაყებათ სოფლიდან ჩამოსულებს რომ ქალაქელები გახდეთ და თბილისელები ესე იგი რაც უფრო ვაყვდეთ ბოზურად ჩაიცმევთ მე ვაკვირდები რომ ასე იწევიან რაც უფრო ენადილწი გახდებით ღამის კლუბებში თბილისელები გახდებით აი რომ გონია თქვენ რა არ საამაყოა თბილისელობა ან ბათუმელობა ან ქუთაისლობა ერთი გეკითხები ძალიან ხოთ მიპასუხოთ მე ქართლები ვარ და ქართლურად გეტყვი ვირია შვილო გინ წინ დააბი, გინ ბათუმში დააბი, გინ თბილისში და გინდა საგარეჯოში. სულ ერთია. პიროვნება უნდა იყოს, ღირსეული პიროვნება. ღირსეული პიროვნება, ყველგან ღირსეული პიროვნება და უღირსი ადამიანი ყველგან უღირსია. ლოგოკინასავით რო ეკვრის ამათვი მოვლენებს, გარემოებებს, შეხედულებებს და ასე შემდეგ. მე საერთოდ ბავშვობიდან არ ვცებ პატივს არათვითყოფად ადამიანს. აი მოდა მაგალითად. მოდა რა არის? ქარაფშუტობის უმაღლესი გამოხატულება. ესე იგი ეს ადამიანი სულიერად სარიელია. თარა მოდები შემოვიდა გაუყმართებული რაღაც სახის. უზნეო და უხთოც კი. და აი ამას მისდევს. და არიან ეგრეთ წოდებული ეკლესიური მორწმუნეები, როგორც ამაკათავი აზიარებელი, აღსარებელი, ტიტულატურასავით ჩამთვლიან ხოლმე საკუთარ თავზე, ან ერთმანეთზე. და ამ დროს მისდევს მოდას. მაგას მე ჟარგონით გეტყვი, აზე მოდი შვილო რა. სხვა როგორ გითხრა, ესეც სახარებით ვერ დაელაპარაკები. შეაფასე შენი თავი, გარედან დაინახე.
მივუბრუნდეთ ზაქეს, რომელიც ჩვენ გონია რომ ძალიან ცოდვილია, ძარცვავს ხალხს, რომაულ ხელისუფლებას ემსახურება და იყო დიდარ ფრიად, როგორც ლუკამაც დაამოწმა. და ჩვენ დავინახავთ, რომ მასში შინაგანი ადამიანი არ იღებდა არაფერ ამას, რაც მას მემკვიდრეობითაც როგორც კომენტატორები წვიანი წერილის ამბობენ, რომ ზაქეს მემკვიდრეობითაც დარჩა დიდი სიმდიდრე, ესე იგი მეზვერი რას ნიშნავს, რომ გარკვეულ მებაჟე იყო. ატყავებდა ხალხს, თან რატო ზულდა ხალხს? ყველაზე მეტად ესენი ზულდათ. რატო? იმიტომ რომ რომაული ხელისუფლების მიერ იყვნენ დაყენებული. და რაცაც რომაული ხელისუფლება გადასაღად საბაჟოს უწესებდა ებრაელებს, კიდევ ამის ზევით ახდევინებდა თავისი სარგებლობისთვის. ამიტომ ზულდა ჯერ ერთი როგორც ერის მოღალატეები, მეორე მხრივ როგორც მძარცველები ხალხისა. მეზვერეს რო ეტყოდა, ეს იყო სალანძღავი სიტყვა, საგინებელი ადამიანისთვის. მაგრამ მოდით ვნახოთ ამ საგინებელ ადამიანში როგორი ოაზისი იყო სიკეთის, სინანულის და მოწყალების. ჩვენ რომ თამაშობთ ამაღლებულებს, მათ შორის ბრეუსიც ძალიან მოწყალია, ესე იგი არჩევნების ძირო თამაშობენ პოლიტიკოსები, ვითომ რაღაცა მიიტანეს, მოიტანეს, ესე იგი ცელოფნის პარკებით, პატრონო ბავშვები. ამას ყოველდღიურად უნდა აკეთებდეს შენ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოგცა უფალმა და მადლიერების ნიშნად მაინც ადექი და გაუზიარეს შენს გაჭირვებულ ძმას. აქ რომ იმიტომ აჩვენებ, რომ ფულები დაგიწერონ და ხმა მოგცე, ეგ არის ფარისევლობა და მეტი არაფერი. და რა პოლიტიკოსები იქნებიან? ჩვენ ქართულში გამოთქმა სანიშე სასკორეზე ეთყობა როგორი ნიშახარი დადგებაო. ხო და აი ამ შენ საქციელზე სულ არაფერზე ვიმშელო. უკვე გასაგები ხდება როგორი პოლიტიკოსი, როგორი ქვეყნის მართველი უბრალოდ დამანგრეველი იქნება მომავალში. მოკლედ იერიქონში განკურნა ბრმა და აი შევიდოდა და განვიდოდა იერიქონიდან. ნახოთ რა მოხდა. ქონდა საყვარელო სიხარულე, ამიტომ როცა ვსაუბრო, ზოგადად და განყენებულად გავსაუბრო, კონკრეტულად ის ადგილი მხედველობაში, სადაც ეს მოხდა, რაც მოხდა ზაქესთან დაკავშირებით. ერთი მხრივ როგორც მახსოვს არის ძალიან ბევრი შთაბეჭდილებები ჩამოვიტანე განცდის მთა, მეორე მხრივ არის წმინდა გერასიმეს მონასტერი, ცოტა მოშორებით, რომელიც ლომი მოითვინიერა და ემსახურებოდა, მორჩილი იყო მისი. აი ამ ადგილას დგარ ვარ და დიდხანს უყურებდი იმ ლექსულებს, რომელიც ამონაყარია გადმოცემით იმ ხიდან, რომელზეც ზაქი ავიდა. ეხლა თქვენი თქვით ხეხი არის ლეგვის დაისახეობა აღმოსავლეთ პალესტინურ, არა, მეც კი არა მხედველობაში. ჩემი გონების თვალით მინდოდა წარმომედგინა, გამეცოცხლებინა, ასე ვთქვათ, სურათი რა მოხდა მას შამსაშინა. და როცა ისე როგორც გენესარეთის ტბასთან როცა გავიარეთ, რა თქმა უნდა, ჩემს ცნობიერებაში იფეთქა რა სასწაულები უკავშირდებოდა და რა ქადაგებები ქრისტე მაცხოვარს. როგორ გითხარ, ეს შენ ამას შენთვის მოაქვს ცოცხალი სარწმუნოება, არა განყენებული წიგნიერი, არამედ ცოცხალი. მას შევიდა ამ სასწაულის მერე ბრმა რო განკურნა და განვიდოდა იერიქოი და აჰა ესე რა კაცი ვინმე და სახელი მისი ზაქე. და იყო იგი მთავარი მეზვერეთაი და ესე იყო მდიდარ ფრიად, როგორც ჩვენ გებულობთ. ტანმოკლე იყო და შედარებით ახალგაზრდა. რატო ვამბობ ამას, ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ. და უნდა ხილვა იესოისი ვინძიარს და ვერ უძო ხილვა ერისამისგან, რამე თუ հասაკით აიყო მცირე. მოდი კითხვა დავსვათ საყვარელო აქედანვე. უნდა და ქრისტეს ხილვა. ცნობის მოყარეობის დაკმაყოფილება უნდა და თუ კიდევ რაღაც სხვა უნდა. როგორც ჩარს სულიდან ამ საკითხავისა სახარებისა, მას სმემოდა რომ ის არის სასწაულთმოქმედი, კურნალი. ეს არის ყომისთვის მნიშვნელოვანი, მიმტევებელი, გლახაკთა შემწყნარებელი, ქრივობოლთა. საითმი ყავს საუბარი და მშენობა საყვარელო, გოლის სიღრმეში განიცდიდა, მან იცოდა რომ არასოდეს ხოლმე. მოძალადე იყო, ძარცვავდა ხალხს. საერთოდ ისედაც სულ კრისტალური ყოფილიყო, საგინებელი სახელი იყო მეზვერეობა, იმიტომ რომ სამსახური იყო დამყრობელი ქვეყნის. ჩვენთანაც ხო იყვნენ, აგერ კრემლის რამდენიც გნებობს სახურები იყვნენ კომპარტიაში და ახლა აღარ მოყვები ასე ცეკატეკაში. დღეს ეხლა დასავლეთიდან ამოზიდზე ჩრდილოეთის ბატონი გაღატაკდა აღარ უნდათ. მაგრამ ყველაზე რაც უფრო გამაოგნებელია ჩემთვის ქართველი ის არის რომ მათ ვერ წარმოუდგენიათ რომ ან ჩრდილოეთი არ ედგეს თავზე, ან დასავლეთი. თან დასავლეთი ძალიან მდიდარი ბატონი არის. უწყვეტად მოდიოდა დღემდე ფულები. ესე იგი ვინ არიან?
მათთვის არანაირი სამშობლო არ არსებობს, ასეთი ეგრეთ წოდებული ქართველებისთვის. არანაირი რწმენა არ არსებობს მომავლის იმედი. მომავალი ცხოვრება პირველ ყოვლისა სამხედველობაში. მაგრამ რა საგვარელო, თუ ღმერთი მოინდომებს, რას არ მოადგეს, ან ჩრდილოეთი, ან დასავლეთი ღვთის ყოვლა ძლიერების წინაშე. არა, მამა, რატო? აი, თუნდაც ისტორიის გამოცდილებიდან გეტყვით. იყვნენ იმპერიები, ესე იგი, აზანზარებდნენ იმდროინდელ მსოფლიოებს. ეს იმპერიები დღეს აღარ არსებობს და ზოგიერთი მათგანის დამპყრობლის ენა მკვდარია, საერთოდ აღარ არის, ამ ენაზე აღარავინ ლაპარაკობს. არა, მამა, სხვა ვითარება, იცით ეს ჩრდილოეთი როგორი იმპერია, დასავლეთი როგორი იმპერია, როგორი? კიდევ გითხრათ მომავალში რა იქნება. მithქვავს და გავიმეორებ თუ დაგავიწყდათ. ჩრდილოეთი დაპატარავდება შაგრინის ტყავით, მოსკოვის ოლქი დარჩება ორი გასასვლელით, ბალტიისპირეთის, ბალტიის ზღვაზე და შავ ზღვაზე. დასავლეთს რაც შეეხება, აღარ არის გასასვლელები და გამოსასვლელები არ ექნება. კი ბატონო, შეერთოს გრენლანდია, კანადა და მიაყოლოს რაც უნდა. ჩრდილო ამერიკა აღარ იარსებებს ბოლო შამს. დაიწყება დამანგრეველი მიწისძვრები, ქარიშხლები, კატრინები და ესე შემდეგ, ზღვაზე და ხმელეთზე. ჩვენ ამას ნახავთ ტელევიზიით, როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან. როგორც ჩაიძირა ერთი სოფელი, ბევრი სოფელი, ქალაქი, დედაქალაქი, შტატი, 1, 2 სტამი და ბოლოს დარჩება ალიასკა. ამას ნიშნის მოგებით კი არ ვამბობ. არამედ მაგონდება ფსალმონის სიტყვები, რომელიც წინასწარმეტყველურია ყველა დამპყრობლის და მოძალადისთვის. ნუ მაღლოინ კაცო, თავს თუ იღერებო. სრული არარაობა ხარ ღვთიური ყოვლადძლიერების წინაშე. და დაიშება ერთის და მეორეს, იმიტომ რომ ძლავრობენ სხვა ხალხებს და სხვა ქვეყნებს. ის რაც ხდება მაგალითად საქართველოში, იგივე წამოიწყეს ახლა ევროპაში, სლოვაკეთში, სერბეთში და ასე შემდეგ. ვინც თავი დაუხარა მოლდოვამ და უკრაინამ, ხედავთ რა ემართებათ იმათ. გაწყდა უკრაინელი ხალხი და ახლა რა გამოდის? უკვე ინფორმაცია გამოდის სანდუწყაროებიდან, რომ ზელენსკის გაასამართლებენ, მოუძებნიან ბევრ რამეს, ეს მასონების სტილი არის. ესე იგი, სოდვაში შეგიყვანენ მაგალითად კორუფციის და სხვა და მერე მithვე დაგიჭერენ შენ და დაგშიან კიდეც. მაგრამ რაც ყველაზე არსებითია, უბრალო ხალხი დაიხოცა ასეულ ათასობით, ამობენ მილიონებიც. 10 მილიონი გასულია. ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანა იყო ტერიტორიულად ძლიერი სოფლის მეურნეობით და მრეწველობით, დღეს არარაობა არის. რა დაგვემართებოდა ჩვენ? სწორედ ამ ხელისუფლებას რომ არ გამოეჩინა თავი საამისოდ. ეხ მამა, ვიცით ამ ხელისუფლებას, მე არანაირ ხელისუფლებას არ ვემბობ. თქვენგან გასხვავებით მლიქვნელი არა ვარ. ერთი მათგანი მე თხოვე შევხვდი მაღალი თანამდებობის პირს და პირში ვამხილე. როგორ მამა, რა უთხარი? რატომ მიიღე ჩემო საყვარელო ეს ორი ყოვლად მიუღებელი კანონი? ეგრეთ წოდებული ანტიდისკრიმინაციული, რომელიც ხელს უწყობს სოდომის ლეგალიზაციას და ესე იგი მარიხუანის ლეგალიზაციის კანონი. წმინდა მამები ჩვენ არ ვაღიარებთ მათ მორწმუნეები მათ კანონებად. ყველა კანონი, რომელიც ღვთის სწავლებას ეწინააღმდება, ჩვენთვის არ არის სავალდებულო. ჩვენ კანონებად არ ვთვლით. ამ სიტყვამაც შესაძლოა თავისი გავლენა იქონიოს ვიღაცას, იქ ზემო ეშელონებში, მაგრამ არა მარტო ამან, რა თქმა უნდა. ღმერთმა რა კიღა არ გუნა თავისი განგებით, თავის ყოვლადწმინდა დედას ღვთისმშობელ მარიამს, ეს იმას ნიშნავს, რომ უეჭველად გადარჩება ეს ქვეყანა, მაგრამ როგორ გადარჩება? აი როგორც უფალივი ამბობს ერთ-ერთ იგავურ ქადაგებაში. დედაკაცი ვიდრე შობს, სალმობასა და ტკივილებშია, მაგრამ როდესაც შობს და თავის შობის ნაყოფ შვილს იხილავს, ყველაფერი ავისხდება და ერთ-ერთ ექიმთან მქონდა საუბარი, ადამიანის ორგანიზმი ღმერთმა ასე მოაწყო. როდესაც ის თავის შვილს ხედავს, ყველა ის ტკივილები, საშინელებანი მშობიარობის ავიწყდება მას. შვილის სიყვარულით არის აფრთოვანებული. მაგრამ ჩვენ შორის უნდა დავაზუსტოთ რა პატიოს ან დედებზეა ლაპარაკი, თორე აგერ მღვდელი ვარ და თქვენ იცით აქ დაახლოებით 25 წლის წინ ნაგვის ბუნკერში ჩვილი ბავშვი იპოვეს. აღდგომა ღამეს ლიტანიობაზე მოდიოდნენ და ყვირილის ჯერ კატის კნავილი ეგონათ, ახლო მივიდნენ და ზაღლი ლოკავდა ნაგავში ჩაგდებულ ახლა ჩობილ შვილს, როგორც სისხლები ჰქონდა ჯერ კიდევ. აიყვანეს და წამოიყვანეს. იმ ღამეს ლიტანიოს ის ახლა ჩობილი განწირული ჩვილი ჩვენთან იყო. შემდეგ სურვილი გამოუშვათ ბრევლში, რომ აეყვანათ 2 და 3 ადამიანი აღმოჩნდა.
ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც იყო გაუთხოვარი და არც აპირებდა უკვე საკმაოდ ესეთ კარგი მორწმუნეა, კარგი ადამიანია, ესე იგი მანაც გამოთქვა გაუბედავად სურვილი და გამოცხადებით ნახა ლიტანიობას აქ რომ მორჩა და კედელზე მიეღო რომ ცოტა მოესვენა სუბუქ სიზმარში თვლემის დროს იხილა რომ ამბიონიდან მოძღვარმა მიაწოდა მას იქ რამდენიმე ადამიანი იდგა ბავშვი ცხადშიც ასე მოხდა მას მივეცი კურთხევა და მე მომიყვა ეს რაც ნახა მან ანუ მითხრა და ამიტომ კი არ მივეცი არამედ მე დავეხმარეთ იმაში წერილი დაუწერეთ რომ არ დაებრკოლებინა ორგანოებს ხელისუფლების რომ აეყვანა მას ეს ბავშვი ღვთის მადლით ეს ბავშვი გაიზარდა გათხოვდა შვილი ყავს და ასე შემდეგ უფრო დაწვრილებით მე ვიცი და ყველაფერი არ ითქვით მეტადრი ამბიონიდან რა დავარქვით მე დავარქვი სახელი რა დავარქვი ანასტასია რატომ ბერძნულად ნიშნავს აღდგომა ღამეს იპოვეს ნაგავში მან ეს მე ვფიქრობ არ იცის თავად ბავშვმა არც არის საჭირო იცოდეს ღვთის შვილი არის ისე რომ ამგვარ დედებს რომლებიც ნაგავში ყრიან ან უნეტაში რეცხავენ თავიანთ უცლის ნაგავს ჩვენ არ გულისხმობთ ბუნებრივია აი ასეთების საზოგადოება მიიღებს ანტიქრისტეს ყველა თავისი უკუღმართი კანონები რომელიც ღვთიურ კანონებს ეწინააღმდეგება და არა ისინი ვინც ღვთის მოშიშები არიან მოდით ახლა ბოლოს და ბოლოს საყვარელო გავყვეთ ზაქე მეზველეს და გავყვეთ არა ყველდაყვალ მხოლოდ არამედ ჩავწვდეთ მის გულის სიტყვებს შინაგან ფიქრებს მას ესე იგი როგორც თქვი და გადაუხვიეთ ცნობის მოყარების გამო კი არ უნდა და მხოლოდ ენახა ქრისტე როგორი იყო ქრისტე სხვა შორის ერთ-ერთი ქადაგება ადრე და ერთი და ორი ქადაგება მიუძღვანეთ ქრისტეს გარეგნობას გარეგნობა ჰქონდა ჯერ ერთი მასე იყო წინასწარ რომ ულამაზესი შორის ზეთა კაცსა წინასწარმეტყველება იყო მაგრამ იმდენად გარეგნობით ჰაბიტუსით ლამაზი კი არ იყო ამას კი რომ ღვთიური ძალა გამოშვიოდა მისი შეხედვითაც კი გრძნობდი რაღაც ძალას და მაგის მაგალითები შემიძლია დავწერო წმინდა წერილი და მაგრამ ნაზარეთში გადაგდება რომ ხელი ვერ ახლეს ისეთი ძალმოსილება გამოდიოდა მისთან ჰქონდათ განზრახვა მაგრამ ვერ შეასრულეს და თავიანებეს რატო იმიტომ რომ ქრისტეს სიკვდილის ეშინო ჟამი არ დამდგარიყო უბრალოდ კი არ უნდა მომკვდარიყო ჩვენთვის უნდა მომკვდარიყო და არა უბრალოდ ჩვენთვის მომკვდარიყო უკანასკნელი იმ დროისთვის დამამცირებელი ჯვარცმით უნდა მომკვდარიყო ეს არის წვერვალი მისი თავდაბლობის ერთის მეორეს მისი ღვთაებრივი სიყვარულისა ჩვენ დამომართ და როცა შენ გაიაზრ გულისხმა ხო როგორ უყარხარ შენ შემოქმედ ღმერთს დაემხობი მუხლებზე და აქვითინდები პატიებას თქო ყველა იმ ცოდვისთვის რაც კი ჩაგიდენია ნებსი თუ უნებლიეთ და იმ ერთ დროს ეშმაკეული ქალაქელი ეშმაკეული განკურნებული ზიხარ მის ფეხთი და არავინ და აღარაფერი არ გახსოვს არ გინდა სხვა არაფერი აი როგორც ცოტა სურათ ხატოვნად რო თქვა ვასილი და გრიგოლ ღვთისმეტყველი რომ ამბობენ ათენში რომ სწავლობენ ჩვენ ორი გზა ჰქონდა ერთი მიდიოდა სახლიდან ტაძარში მეორე ტაძრიდან სახლში არც სურვილი არც დრო და არც საშუალება მათ არ ქონიათ სხვაგვარი გზებით ევლოთ ვინ არიან სოფლის მნათობნი არიან მათ მიერად დღემდე უკვე 16 საუკუნეა უფალი ღმერთი გვასაზრდოებს აი ახლა ხას მოგილოცავ თქვენს ხუთი სიტყვა თარგმნელი ღვთის მადლი თორე რისი მთარგმნელი მე ვარ გრიგოლ ღვთისმეტყველისა ძალიან მაღალი და ღრმა სიტყვები და უკვე დაკაბატონდა და ბოლო რედაქტირებას გაუკეთებ და ალბათ დაიბეჭდება კიდეც და დიდ სიამოვნებას განიცდით ზოგი განსაჯეთ ასე იმითაც განიცდის სიამოვნებას რომ წაიკითხავს და ბევრს ვერაფერს გაიგებს მაგრამ მიხვდება რომ თურმე ძალიან შორს არის ჭეშმარიტი ღვთისმეტყველებისაგან. თურმე არსებობს ჯოღმულები ღვთისმეცნიერებისა და იდუმალთ მეცნიერებისა, რომელიც თქვა გამომჟღავდა და უხვად გარდამოედინებოდა გრიგოლ ღვთისმეტყველისაგან. ესეც სწავლებაა. რისთვის? თავი რომ დაიმდაბლო, თავი რომ კიტრი არ გეგონოს ზოგიერთებს. აქ მოდიან ტყემტყელი ციტატები მოაქვს წმინდა წერილიდან, წმინდა მამებიდან, მათ შორის ღვთისმეტყველებიდან და ცხოვრებაში არ უხნია არც ერთი მათგანი ქრისტიანად. აბა რატო იქცევიან ასე? იმიტომ რომ პატი მოყარენი არიან, დიდოების მოყარენი, სახელს ეძებენ, ახლა აღარ გავაგრძელებ ყველასა რომ მიმოეხეთოთ, რომ მართლა აღარ გვეყოფა დროსა ამისო, თუნდაც ცხოვრების ლები. არც აზრი არა. ერთხელ და ორჯერ გაავლებ ხას, უკვე გასაგები ხდება, როგორი ხასიათის იქნება ეს ხასი. მაშასე რა
რას წვავდა, რა ცნობის სტადილი ჰქონდა ზაკეს, რატომ უნდა ქრისტეს პირისახე ენახა. მაგას ცოტა მოგვიანებით დავინახავთ. მაგრამ მაგრამ ვერ ხედავდა, რატომ ერისა მისგან, რაც შეიძლება ძალიან ბევრი იყვნენ, თვითონ იყო ტანმოკლე და ვერ ხედავდა უბრალოდ. მიუხედავად იმისა, რომ წმინდა გარდამოცემას ქრისტეზე თუ გავეცნობით, ქრისტე იყო საკმაოდ ტანმაღალი და როდესაც ის იდგა და ქადაგებდა, მთელი თავით მაღლა იდგა მსმენელებზე. ესე იგი, ეგ რას ნიშნავს, რაში გვეხმარება ეს დაზუსტება, ეს პედანტიზმი. მართალია მაღალი იყო ხალხით გარშემოწმული, მაინც ჩანდა, მაგრამ იმდენად ბევრი ხალხი იყო, ანუ ძალიან შორს იყო და პერსპექტივაშიც ვერ ხედავდა მაცხოვარს. და უნდა რომ ენახა, ცნობის სტადილის სწვამდა. რატო სწვამდა? იმიტომ რომ შინაგანი დანატრა ქონდა, რომ როგორც წეგან გითხარით, გაყვით, რომ ქრიუბელთა შემწე იყო წყალობელი, სულგზელი, მიმტევებელი და ასე შემდეგ. ქრისტეს გარდამოცემაზე ესეც არის ნათქვამი. ის არავის არასდროს არ უნახავს მოცინარი, ხოლო მტირალი ბევრჯერ უნახავთ. ჩვენ სოდვებს ტიროდა უკვე სიცოცხლეში, ვიდრე ტარიგად შეგვეწირებოდა, ზვარაკად. აი ნახეთ ტურინის სტილოზე რომ აღმოჩნდა მისი გამოსახულება. ეს არის უკვე ნატანჩი, მაცხოვარი, ნაცენი, კვერთხი, შურტით, რაღაც ნაკვერცხლების იმას სანაკვერცხლეს უდრის დაახლოებით, ძველ ქართულად. ეკლის გვირგვინით დაზიანებული ქონდა თავის ქალა და სახეც. მე მქონდა სიხარული ყოფილიყავი იმ სოფელში, სადაც დაწნეს ეს ეკლის გვირგვინები და დაადგეს ქრისტეს. გაგეხიმებათ, მაგრამ უნდა გითხრათ, თუნდაც მე ამიტომაც ჩამითვალოთ სანტიმენტალობად. იმ ეკალსაც, ეკლებსაც დიდხანს ვაკვირდებოდი. არ არის უბრალოდ ეკალი, მაგალითად ასკილიის ან ვარდის. ძალიან დიდი ეკლები აქვს. და წარმოვიდგენდი, რა ტკივილებს აყენებდნენ, როცა შეთხეს ეს გვირგვინი ეკლის და დაადგეს თავზე და ნაზად ხომ არ დაადგავდნენ, განწირული იყო მათ მიერ ქრისტე. თავზე დაამხეს გვირგვინი და თავში რომ სემდნენ, ამ ეკალსაც ხო ხდებოდა ეკლების გვირგვინს, უფრო ღრმად შედიოდა და ეს ტურინის სტილოზე ყველაფერი ზედმიწევნით არის აღბეჭდილი. მეცნიერებმა შეისწავლეს და შეისწავლეს არაერთხელ. მე სახლში მაქვს პატარა ფოტო რეპროდუქცია აი ამ ტურინის სტილოდან მისი სახისა. ჩემთვის არის ყველაზე ერთ-ერთი უძვირფასესი ხატი. სულ ამ ხელისოდენა, წერისოდენა. მასში, აი ამ ნატანშიც ჩანს სიყვარული. დამდაბლებული სიყვარული, ჩვენთვის დამდაბლებული სიყვარული. თუ კარგად დააგვირდებით ნავთებს. ტკივილები, ღამენათები, სემეს დაამცირ, ამაზე საძარელია. ეს ფიზიკური ტკივილები არ იყო იმდენად მძიმე მისთვის. მძიმე იყო ადამიანთა გასაოცარი უმადურობა და ორგულობა. მანამდეც ხო ნახა უმარგულობა იუდასაგან. გახსოვთ ერთ-ერთი ბოლო ღამეა. ესე იგი და იუდამ რა თქვა, რომ დედაკაცი მოვიდა, გატეხა 300 დრაქმანი, ანუ ძალიან ძვირფასი მირონი და გადაასხა ქრისტეს. და ესე იგი ხმამაღლა რა თქვა, რა გააკეთა, სრული უაზრობა, გატეხა ასე ძვირფასიც, გადააქცია, უაზროდ დააქცია და ის რომ ჩვენ გაგვეყიდა და ქრისტეს მოძღვრებას განავრცობს ახლა. ჩვენ რომ გაგვეყიდა, რაკი შენ გვასწავლე რომ მოწყალო გლახაკებისთვის დაგვერიგებინა, ნახეთ როგორი ნუგეშინისცემული იქნებოდა უამრავი ადამიანი. ჯერ ერთი ჩემო საყვარელო იუდა, ამაო რატომ იყო თავის მაცხოვარს მადლიერების ნიშნად გარდაავლო ეს ნელსაცხებელი, რომელიც ძალზე ძვირი იყო. მეორე მხრივ, ქრისტემ განუმარტა, თქვენ არც კი იცით რა მოიმოქმედა. ჩემი გვამი საფლავად დადებისთვის განამზადა. განა არ ვიცი რა, უმადურებო რომ ჯვრიდან გარდამოხსნასაც კი არ დამაცლით. პირდაპირ ესე იგი საფლავად დამდებთ. ანუ ებრაული წესით შული არაფერში უფალს არ დაურღვევია, მათ შორის იყო წესი და ტრადიცია დაბალსამებად აღმოსავლური ნელსაცხებლები. ეს თქვენ ამასაც არ აღასრულებთ. და ამ დედაკაცმა ეს მიაღწარი სული წმინდის მადლით მოიმოქმედა. ადამიანურ სიბრტყეში მადლიერება იყო და ღვთიურ სიბრტყეში, მისტიურ სიბრტყეში, ასე ვთქვათ, მისტიკაში ეს იყო ჩემი საფლავად დადებისთვის გამზადება.
ესე იგი სიკვდილშიც კი არ დამირღვევია შული, რის გამოც თქვენ ჯვარს მაცვავთ, თითქოს მე შულის ესე იგი დამარღვეველი ვარ. მე მოვედი არა დარღვევა შულისა, არამედ აღსრულებად. წინა დაცვეთაც ამისთვის მივიღე. იოანე ნათლისმცემელსაც თავი ამისთვის მოუდრეკე იორდანე და უამრავი მაგალითი ჩამოთვლა შეიძლება რომ ყველგან უფალი შულს ასრულებს, მაგრამ დასასრული შულისა არის თავად ქრისტე. ეს ვერ გულისხმობს ებრაელებმა და ყველა მადლობის ნაცვლად ჯვარსაცვეს უკანასკნელი სიკვდილით დასაჯეს. მაშესე ჩვენ ნახეთ რომ პერსპექტივაშიც ვერ ხედავს ზაქე უფალს. ნახეთ როგორ მოიქცევა და წარბიოდა წინა და ახდა ლეხულას. გადაურბინა ხალხს, საკმაოდ ბევრი იყო ხალხი, ანუ ბევრი ირბინა, თან მოკლია, თქვენ ეთყობა ამ ესე თქვა წვრილმანებს, სულაც არ არის წვრილმანი, არ აქცევთ ყურადღებას. ანუ გაისარჯა ქრისტესთვის. გადაირბინა, ლეხსულელი იყო. იქ სხვათა შორის დღემდე ერთი თუ ორი დგას მარტო ლეხსულელი. იქ მეტი მაშინ არ ყოფილა, საერთოდ უდაბნო ადგილია ირგვლივ. იერიქონი იყო ერთ-ერთი უძველესი ქალაქია და უდიდესი ქალაქი იყო. გადაურბინა ყველას და ავიდა მალე მოსწრაფებით ლეხსულელზე. რათა იხილოს, რამე თუ მიერ წასვლად იყო. ანუ რატო ავიდა? იმიტომ რომ იქ უნდა გაევლო. ასე ჩანდა. გზის გეზი იქით მიდიოდა. ისრაფა გარდა და მე ესე იგი, როდესაც უფალმა ჩაუარა გვერდ, უბრალოდ იქნება თქვა ქართულად გაუსწორდა ლეხსულებს, რომელზეც უკვე ზაქია ასული, ნახეთ უფალი რას ემუნა მას. ზღვა ხალხი ახლავს, ჩერდება, იქ როგორც ბრმის გამო გაჩერდა და მთელი მსვლელობა გაჩერდა, აქაც იგივე ხალხია, ესენი ჩერდებიან აქაც. რას ეუბნება უფალი ზაქეს? ზაქე, ისრაფე და გარდამოხედ, რამე თუ დღეს სახლსაშინა შენსა ჯერაც შევიყოფა. პირველ ყოვლისა რას ხედავთ ამ ნათქვამში? იწინა სარმეტყველა. რა იწინა სარმეტყველა? ის რაც ქვია მას. ის პირადად არ იცნობს. მან უწინა სარმეტყველა რომ ის არის ზაქე. ჩვენ ვიცით ოქროპირთან ერთად ვიტყვი რომ სამმაგი წინასწარმეტყველება ერთი წარსულზე, მაგალითად შექმნათა წიგნი წარსულზე გვეზრახება, გვიწინასწარმეტყველებს, მომავალზე აპოკალიფსი და აწმყოზე, მაგალითად ადამისგან ევა რომ შეიქმნა, გამოიხვდა, მიხვდა რომ მისგან შეიქმნა, თქვა ძვალი ძვალთა სისხლთა ჩემდაგანი და უწოდა სახელი. სახელი რომ დაარქვა, ეს ადამს ჰქონდა პირველ ადამიანებს ჰქონდა წინასწარმეტყველების ნიჭი. ადამმა ის წინასწარმეტყველა ევა დაარქვა მისი ცხოვრების თან. იცოდა, მან არ იცოდა როგორ შექმნა, მაგრამ მან გულისხმობა წინასწარმეტყველები რომ მისგან შეიქმნა და ეს იქნება მისი ცხოვრების თანამგზავრი. ეს არის წინასწარმეტყველება აწმყოზე. ისე მაგალითად თანამედროვე მაგალითი რომ მოვიყვანო 1995 წლის საეკლესიო გაფართოებულ კრებაზე როცა სიტყვას ვავებდი ეკუმენიზმის სამხილებლად მამა გაბრიელი ამ დროს თუთისქვეშ კუბოში იწვა ვითომ მთვრალი დირიჟორობდა და აგალოვდა და უცბად შეწყვიტა ეს მითხრეს მე რომ გადავედი საღამოთი შვეიცხოვლიდან გადავედი და მითხრა რომ მამა გაბრიელმა ესე გვესაუბრო უცბად აი ჩემ არჩილას ვერ ნაცვალება ამას და ამას ლაპარაკობ და ჩამოთო კონკრეტულად ილაპარაკა მე რა ვილაპარაკე მე ვლაპარაკობდი შვეიცხოვლში და ისი მეორებდა სამთავროში ეზოში ეს დაამოწმა ორმა მათგანმა ერთი მათგანი დღემდე ჩვენი სულიერი შვილია. ეს არის წინასწარმეტყველება აწმყოზე. ანუ მამა გაბრიელს წინასწარმეტყველების ნიჭიც ჰქონდა. გარდა იმისა, რომ შეწევნის, კურნების და საერთოდ უხვად იყო დაჯილდოებული. ეგ არის ყველაზე უცნაური. უხვად იყო დაჯილდოებული და ჩვენ ხშირად ბრკოლდებოდით, დავცინოდეთ, ლაძღავდით კიდეც ახლა კიდევ რეები მოუგონეს და დღემდე საუბრობენ ასეთი ადამიანები მასეთ ცილის საებით უბრალოდ სირცხვილის გამო ვერ გავიმეორებ და კიდევ იმის გამო რომ ამბიონზე გავარ და აქ ქალბატონები და ქალიშვილებიც არიან. ზოგიერთი მათგანი ცილის საამბები უკვე წარდა ღვთის წინაშე და პასუხს ამისთვისაც რა თქმა უნდა აძლევს უფალს. მოკლედ რა უთხრა მაცხოვარმა? გადმოდი ზაქე. რადგან მე დღეს შენ სახლში უნდა ვიყო. ჯერას. ნახე რა. ჯერას. არ მოვალ კი არა. ჯერას. აუცილებელია მოვიდე. რატომ უნდა მივიდეს? ეხლა ჩვენ ნახავთ როცა მივა სახლში, რასაც ეთქვის, იქ გამშხამდება მიზეზი მისი მისვლისა. თორე ორი ჭამისთვის კი არ იარებოდა უფალი ან მისი მოწაფეები, თუმცა ესეც ხდებოდა რომ დროადრო აპურებდნენ. მაგალითად პეტრე მოციქულის სიდედრის სახლში, როცა იყვნენ გაჩერდა. ეს ხო ბუნებრივია. სტუმარი ღვთის აერა კარგი ღვთისმოსავი გამოთქმა ქართველებს, რომელიც თან დავიწყება ეძლევა ესეც მინდა დავზინოთ ძალიან უმარ დაგამზიმოთ იუმორისთვის, ცოტა გაურიოთ იუმორი ესეც სათნოებაა რომ ესე იგი
როგორი მასპინძლები არსებობენ, ერთი რომელიც გულით იღებს სტუმარს, მეორენი რომლებიც ლანძღავენ, როცა დაინახავენ, დალანდავენ, ასე ვთქვათ, მომავალს, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში უყვართ. მსგავსი რაღაცები კი არ გეწინოთ, თქვენ გენაცვალეთ. გახასიათებთ. ხო და მე როცა მოვა სახლში, ისეთ ფიანდას უფრას გაუსვლიან, იმდენი ქება, იმდენი მაგარ ვიცი. აქვე დავსედი, სასულიერო სემინარის სტუდენტი ვარ და მატრებლით შევედით ზესტაფონში. კურსელი იყო, მეგობრობდით და გულით თხოვა რომ დამპატიშა სახლში და ნუ აი და მაინც მოგზაურობა არც მაშინ მიყვარდა, დღეს მეტად რე. ნუ გავყევი მეგობრული სიყვარულის გამო და იმერეთში ჩავედით ზესტაფონში. სუფრაი ჩიტის რძიარაკლია რო იტყვიან ხოლმე. როგორი სუფრაიციანი იმერეთში თქვენ იცით რა? ერთი ღვინო არ უარგათ. დანარჩენი ყველაფერი რიგზია. ღვინო აქედან უნდა მიაშურო კახეთიდან. ხო და ვართ დაღლილები, დილით მატარვე ჩავედ და ჯაგჯაგით როგორც იქნა ბოლო საღამოში ჩავედ, გაშალეს სუფრა, გადაღლილები ვარ და შემდეგ და სუფრა გაშალეს და მე ვარ ქართველი და ესე რო დავჭიქი ყველა ბებიყურებს. ერთ 12 კაცი დაჭდა იქ. აბა ეს გადაიღე, აბა ის გადაიღე. უფრო ვერ ვიღებ ვერაფერს. ძალიან რო ამომიყვანეს ყველაში და ძალიან აქ 15 რა ქართველი ვარ თქვენ იმერული ისინი არ მესმის მეთქი რა. წეშეულებან ძალიან ასშია და თავი დამანებეთ მეთქი და სახტად დარჩნენ. ერთმა წაი, ოიმე რა უსდელი ყოფილაო. რატო? კახეთში რომ მიხვალ, არა ნაკლები თუ მეტი სუფრა არის და ღვინოც არის, გარდა მაგისა. ერთხელ გეტყვია, ჭამე, ჯო და დამთავრდა. და თუ ძალიან გაჭირვებულები გეტყვია რომ მაინც გადასაკრელია ჯო, ჭამეო. აი ესეთი სტუმარ მასპინძლობები არსებობს ჩვენთან. კოლორიტულები ვარ ქართველები. რაიონ და რაიონში ესე იგი კუთხიდან კუთხეში კი არა, სოფლიდან სოფელში რო გადახვიდე, ქუჩიდან ქუჩაში უკვე კილოკავი სხვანაირია და სხვანაირი რაღაც დამოკიდებულებებია და ეს ჩვენი როგორც ამბროსი მედიოლანი ლამოს ეს არის ჩვენი შინაგანი სიმდიდრის გამოძახილი. და არა მარტო მაგაში სტუმარ მასპინძლობაში გამოიხადება რაღა თქმა უნდა. და ისრაფა როგორც კი ეს სიტყვები მისვდა მის ხურთასმენას საკესი ისრაფა ერთ ჩამოვიდა ისრაფა შეიძლება დამტრეული იყო ჩამოვარდნილი იყო მაგრამ არაფერი აღარ აღსრულდა ისე მოიხიბლა მასხო ჯერდი ალბათ ვერც გაიარა საიდან ეცის ჩემი სახელი რატომ მე გამომარჩი ასობით და ათასობით ხალხში და უბრალოდ თაბრო დაეხვა სიხარულისაგან და ისრაფა და გარდამოხდა და შეიყვანა ჯერ ეს ჩემი მოსვლა საღამოთი კი არ იწვია ან მე ან ერთ საათ შემდეგ ეხლავე და მაშინვე შეიყვანა სიხარულით ნათქვამია მახარებელთან თავის სახლში მაცხოვარს აღწრენ მოწაფეები მოციქულები რა თქმა უნდა ასობით და ათასობით მის სახლში ვერ შევიდოდნენ და არც შევიდოდნენ მაგრამ ალბათ მოციქულები როგორც ხშირად ვხედავთ სახარებაში შეყვებოდნენ თან და იხილეს და ყოველთა და დრტვინვიდეს და იტყოდეს ვითარმე ცოდვილისა კაცისა თანა შევიდა დადგომად საკე განიკითხეს და ზაქეს ეუადრესა ქრისტე განიკითხეს ეს რომ მართლაც მესია იყოს, ნუ თუ ვერ მივხვდებოდა, როგორი ცოდვილი ადამიანის სახლში არის მიპატიშებული და მიპატიშებული კი არა, თავად უწინასწარ მეტყველა, ჯერ არის საკე ჩემი ყოფნა შენ სახლში მოსვლა. და ერთხელ და არა ორჯერ და სამჯერ ბევრჯერ უთხრეს და აყვედრებდნენ ქრისტეს, რომ ცოდვილებთან ჩნდებოდა, ჭამდა და სვამდა. და უფალმა ამაზე ძალიან მოკლე და ღრმად უპასუხა. კურნალი ავადმყოფს ჭირდება. მე მოვედი ცოდვილებისთვის. თქვენ შორის თუ ვინმე მართალია დედაკაცი რომ მოუყვანეს ცოდვილი, რომელიც აშკარად ცოდვას, მრუშობას დაეპყრა და რა უყოთო სიტყვაში მონადირება უნდათ ქრისტეს თავი არც აუწერია. ამ წიგნობარ ფარისევლებს ქრისტეს არც კი შეხედა. აქ სახლში მიდის საქეს ცოდვილთან და იქ არც კი ხედავს, სახეზე არ შეხედა მათ. და გააგზელა წერა, ანუ რაზე წერდა და ფიქრობდა, მამი განმარტავენ, ახლოვდებოდა მისი ჯვარცმა და ამით იყო მისი არსება დაპყრობილი და ესე იგი არც აუწევია თავი იმათ იმ ცოდვილებს, შემასმელებს მეძავისა უთხრა, თქვენ შორის ვინც მართალია, პირველი ქვა მან ესროლოს. ანუ მოსეშულით კი უნდა ჩაქოლოთ, მაგრამ თქვენ თუ მართალი ხარ, თქვენ ჩაქოლეთ, პირველი ვნახავთ, ვინ იქნებას ჩუმჩუმად სინდისაგან მხილებულები გაიკრიფრენ იქიდან. ვინ დარჩა? მხოლოდ ის ცოდვილი დედაკაცი, რომელიც იდგა და ტიროდა. რა უფალმა ასწია თავი, აი წარმოიდგინეთ, მართლები, ვისაც ეგონა თავი, არც ღირსი გახადა შეეხედა. აქ ცოდვილი დედაკაცი ჩასაქოლი იყო კანონით და ასწია და შვიდად დაეკითხა, არც შერისხა, არც გაუბრაზდა. არამედ შვიდად კითხა, რა
სად არიან შენი შემასმენლები რომ გაბეზნებიან სად არიან არ განგიკითხესო არც მე განგიკითხა ოღონდ წადი და ნურხარას სოდა კი შეუნდო მაგრამ მოუწოდა სიწმინისაკენ არ კმარა მხოლოდ ვნანობდეთ სიტყვიერად თუნდაც აღსარებაში თუნდაც აუცილებელია საქმეში გამოვასწოროთ და არა უბრალოდ გამოვასწოროთ ბევრი სიკეთე ჩავიდინოთ რომ ამის ძლით მოგვეტევოს ყველა ცუდვანი სიყრმიდან აქამდე აი ასეთი რწმენა უნდა გქონდეს თორე ზოგი ისი არის გაფარესებლებული მრევლშიც რო უკვირდები რომ მოვლენ აქ ხშირად მეთქვია ქეთოს ზითებივე წამეკითხავენ თავით აღსარების ფურცელს ისე რომ ერთი არ შეერხება გულში სიმის სინანულისას მე ხო უყურებ ტემბრიდანაც ჩანს ყველაფრიდან ჩანს ეს და მე რა თქმა უნდა ეს უნდა მოვიდეს ერთ-ერთი პირველი წმინდა ბარძიმთან და დაეწაფოს ქრისტეს ყოველწმინდა ხორცსა და სისხლს ასე ფიქრობს ის თვითდაჯერებით ამ დროს უფალმა პირატესობა ვისმის აი სახლში რო შევიდნენ მეზვერე ფარისეველის კვირა ვეახლოვდება ტაძრის ბოლოში რომ მიდგა და ჯირს ირწყავდა და ისი აღჩობდა სინანული განსდა საკუთარი ცოდვის სიტყვებს ვერ პოულობდა გამოეთქვა და ამას გამოვდა ღმერთო მილხინე ცოდვილს ამას და შემეწყალე მაპატიო ჩემი ცოდვები და შემეწყალეო ან კი რა უნდა ეთქვა მეტი მას ქრისტე განეკითხეს და თავისთავად ზაქეთს აღდგა ზაქე და თქვა უფალსა აჰა უფალო ზოგი ნაყოფთა ჩემთაი მივსე გლახაკთა და უკეთუ ვისმე ცილი დავს და მივაგო 4 წილი რას ნიშნავს ეს უკვე არა მარტო სინანული ხო ქონდა გულში თავისი ცოდვის გამო ეს არის აღსარება და აღსარებას ამოს მოძღვრის და დანარჩენების წინაშე ძველი ქრისტიანები ყველა წინაშე ამოდნენ აღსარებას ტაძარში ვინც იყო აბსოლუტურად ეს შოუ აქედანაც მოდის კერძოდ რა არის რაში გამოიხატება მისი აღსარებლობა რა აღსარება უფალს არ უთქვია რომ შენ ცოდვილი ხარ შენ ყლიფავ ხალხს მოძალადე ხელისუფლების სამსარ არაფერი მსგავსი არ უთქვა თავად მასში დუხდა და გადმოდუხდა სინანული საკე და ადვა ამით რა თქვა ვიცი უფალო რომ მე ვარ დიდად ცოდვილი რომ ძარცვალ ხალხს შენს თანატომებებს მე 4 მაგად დაუბრუნებ ყველას ამ დროს მოსეშული არავალებდა რომ 4 მაგად გადაეხადა საკმარისი იყო ის და ცოტა მეტი ნახევარი იმისა დაებრუნებინა ზარალის გამო ვისაც წაართვა და როგორი დიდი სინანული აქვს რომ 4 მაგად უბრუნებს და რამდენი ყავ გაძარცული წლების განმავლობაში რქვამასიეს უფალმა ეს მოისმინა და თქვა შემდეგი დღეს იქნა ცხოვრებაი სახლისა ამის რამე თუ ესეცა შვილი აბრაჰამისი არის და აბრაამის შვილი ის გენეტიკურად მოდგმით ისედაც იყო მაგრამ ეს კი არ იგულისხმება რატო უწოდა სწორედ აბრაამის შვილი აბრაამი წმინდა წერილიდან მისი ცხოვრებით ცნობილია როგორც დიდად მოწყალი ადამიანი სტუმართ მოყარე რომელმაც წმინდა სამებაც კი ისტუმრა 3 ანგელოზის სახით აი ამიტომ შეადარა აბრაამს მოწყალების გამო ის არის აბრაამის შვილი ამასაც არ დაჟერდა უფალი და თქვა შემდეგიც დღეს იქნა ცხოვრებაი სახლისა დღეს ხონდაო ეს სახლი ზაქე და მისი სახლეო აი ამ სინანულის გამო ამ აღსარებლობის გამო ამ მოწყალების გამო ის არის შვილი აბრაამისა მადლის მიერ რა თქმა უნდა და ის არის ღირსი ცხონებისა საინტერესოა ალბათ არა ცნობისა როგორ იცხოვრა შემდეგში ზაქე გახდა ერთ-ერთი უსაყვარლესი და უახლოესი მოწაფე ქრისტესი დიაკვნათაც იქნა ხელდასმული და ბოლოს ეწამა ქრისტესთვის ასე დაამოწმა თავისი ერთგულება და სიყვარული წმინდა ზაქე არა მარტო თავისი წმინდა ცხოვრებით მოწყალებით და სხვა დაამოწმა სინანული არამედ სისხლში განებანა საკუთარი მოწამეობისა ქრისტეს სიყვარულისთვის რამე თუ მოვიდა ძეკაცის აი ასრულებს უფალი სიტყვას მოძიება და ცხოვრება წარწმენობს ესე იგი თქვენ მე განმეკითხავთ რომ ცოდვილთა ჭამსვა მე კი სწორედ ამისთვის მოვედი რომ ეს გზაშესტომილი ცხოვარი მათ შორის ერთი მათგანია ზაქე მოვიწიო და დავაბრუნო ზეციურ სასუფეველში ჩვენ შესავალში ვთქვით საგვარელო რომ ორი მხარე აქვს მეთქი სახარების ამ საკითხს ერთი მხარე გვიჩვენებს და გვეზრახება გვესაუბრება სინანულსა და საკუთარი ცოდვების განცდაზე და რას მივიღებთ უფლისაგან ამის წილ
მეორეს მხრივ აქ ლაპარაკია მითითება არის უფლის უკიდაგანო სიყვარულზე, თანაგრძნობაზე, სულგრძელებაზე, თანმდაბლობაზე. რაგი ზაქეთ სახარებიდან დავიმოწმეთ ერთი მხარე სინანული და განცდა საკუთარი ცოდვების და შედეგები ამ ყველაფრის ახლა მინდა მეორე მხარეზეც ვიმშილოთ. უფლის კაცმოყვარებას. უფალი არასდროს არ ტოვებს, სადაც ჩვენ გონია რომ როცა ძალიან გვიჭირს თითქმის სასოწარკვეთი წუთების კი გვაქვს და უმძიმესი წუთები, რომ უფალმა დავტოვა და ეს სინამდვილეს არ შეეფერება. უფალი ვიდრე ადამიანი ცოცხალია არ ტოვებს. შემდეგაც როცა გარდაიცვლება, თუ უმძიმესი ცოდვილი არ არის და უნანელი, რომელიც პირდაპირ 40-იან გზასაც კი არ გაატარებენ ჯოჯოხეთში, მიხავთ სათანის ანგელოზებს. თუ ასეთი არ არის, იქაც გარკვეული თანაგრძნობა, ეკლესიის ლოცვა მიყვება, ახლობლის ლოცვა, მოწყალების საქმეები, აქაც საფაფს ეძებს ქრისტე, რომ შეუსუბუქოს ცოდვები გარდაცვლილ ადამიანს, რომელიც თავისით უკვე ვეღარაფერს ვეღარ გამოასწორებს. ანახებს ჯოჯოხეთს, სამოთხეს, საზვერეს, რომ დაარწმუნოს, რომ არჩევანი ადამიანმა მე კი არ დაგსაჯე შვილო ჯოჯოხეთში. ან მხოლოდ მე კი არ გაცხოვნებ სამოთხეში შეყვანით, ეს ყველაფერი შენ გადაწყვიტე უკვე დედამიწაზე. შენი ბრძამსით, შენი ცხოვრების წესით. და მართლაც რა ემართებათ, როგორც წმინდა მამები გადმოგცემენ და ისინი ვიც ესე იგი გაიარეს ეს გზა და შემდეგ მკვდრეთით აღადგინა უფალმა და აღდგენ გენეებას თანამედროვე ენით კლინიკური სიკვდილი დაარქვია ესეთების არც თუ იშვიათად ხდება, თავად ყვებია რომ უკვე როცა სული გადის ხორციდან ეწყება სინანული. განსაკუთრებით უძლიერდება საზვერეთ საცავში, იმიტომ რომ ეშმაკთა საუფლოა და ზრწოლაში ყავთ ეშმაკეთ. ორი ანგელოზე რომელსაც ცდილობს რომ ესე იგი ამ ზრწოლას განარიდონ ის. რამდენადმე შეუსუბუქონ. ალბათ თეოდორას ხორებას ხედავთ რომ ვასილი ახლის მისი მოძღვრის ლოცვებიც კი დაეწიათ იქ საზვერეში და გადმოაფრქვეს, იმიტომ რომ სიძვის საზვერეში მეძავი იყო უწინ თეოდორა გაიჭედა და ვეღარ ადიოდა, აღმასვლა შეჩერდა, რომ შესულიყო სამოთხეში უფალთან და ესე გადააფრქვეს ეს თეოდორას ეს სკივრი გახსნეს, საიდანაც ლოცვები აღმოხდა, კეთილსწუნელება წმინდა მამის ლოცვებს და საზოგადო სულიერი მამის ლოცვებს აქ უდიდესი ძალაუფლება სულიერ შვილს, ეს უნდა იცოდეთ თქვენ. და ესე იგი ამით გაუადვილეს და საზვერი გაიარეს და საბოლოოდ გამართლება იპოვეს. არ მარტო იმით, რომ სინანულით გაატარა დანარჩენი ცხოვრება, მორჩილი იყო თავისი მოძღვრის მონაზვნად აღიკვეცა, თავშეკავებით ცხოვრობდა, არამედ ვასილი დიდის ლოცვებითა და ეკლესიის შუამდგომლობით, ლიტურგიის უსისხლოს ხერხით ღმერთმა შეიწყალა ის. და იმდენად შეიწყალა, რომ გამოუგზავნა მერე თავის მოწაფეს გრიგოლს, ესე იგი ვასილი ახლის სხვა მოწაფეს გრიგოლს და თეოდორა რა კადნიერება მოიპოვა აქვს ამ მამას, გამოუგზავნა და მან მოუთხრა ყველაფერი და გავიდა რამდენი თითქმის 16 საუკუნე და ჩვენ დღეს ვყვებით ამას, ვიცით და ხელმძღვანელობთ და მხედველობაში გვინდა მივიღოთ, რომ ჩვენს გავივით ამ გზას და უკვე აქედან უნდა დავიწყოთ მზადება მარადიული სიცოცხლისათვის დედამიწაზე, რადგან სიკვდილი სიცოცხლე არის ძალიან მარტივად და სულად ხატუნად რო გითხრათ, ის კარია საიდანაც მარადისობაში შევდივართ, მაგრამ ხშირად დავსვენთ ხოლმე რომ მარადისობა არა მარტო სასუფეველშია, არამედ ჯოჯოხეთშიაც. და არჩევას დედამიწაზე აკეთებს. მასე სადამე უფალი და ღმერთი ჩვენი არასდროს არ ტოვებს ადამიანს. არც მათ შორის საზვერეზე ანგელოზი მოულინაური სული ამართა, ესენი უადვილებენ მას სულის ამოსვლასაც და იმ გზის გავლასაც. და სხვადასხვა შეწევნანი მიიღო, ეს ყველაფერი თვაროსყალი უფალია, უფლიდან მოდის. უსისხლოს ხერხლის შეწირვაა, წმინდა მამაც ის მოძღვარის ხელმწიფება შეკვრის გახსნის, სიკეთეები და სხვადასხვა. მოკლედ შემდეგ ახლა გადავავლოთ თვალი თანამედროვე კლინიკური სიკვდილით მომკვდარნი და მათ შორის არა მარტო ქრისტიანები, არა მარტო მართლმადიდებლები, არამედ კათოლიკები, ბუდისტები, წარმართები და ასე შემდეგ, რას ყვებიან სხვადასხვა ტერმინოლოგიით ყვებიან, რომ ქრისტიანული ტერმინოლოგია ბუნებრივია, წარმართი ვერ ფლობს და სხვა რელიგიის წარმომადგენლები, მაგრამ ზოგად შთაბეჭდილებებს ყვება, რომ გვირაბში მიდიან, ეს არის საზვერე, როგორ თუ გავიდა ბოლომდე იქ მანათობელი არსება ხვდებათ და ისეთი სიყვარულში პირდაპირ ცურავო ყველანი ამბობენ. სიყვარული შემოდის შენში, შენ სიყვარულში ხარ, მანათობელ არსებაში ხარ, მანათობელი არსება შენშია. ენი თავწერელი სითბო, სიყვარული, სინათლე, ნეტარება, არ ვიცი კიდე რა დავარქვა, ამბობენ ისინი. მაგრამ როდესაც უფალი მეურვენს ხეს მიიყვანენ და განშის ის ერთნი წარვლენან
სასუფე ველში, გაითვალისწინებს ლოცვას, მოწყალებს ყველაფერს, მის ცხოვრებას და მეორენი ჯოჯოხეთში. მაგრამ ეს ის არ არის ყველაფერი. მეორედ მოსვლამდე მართალია ცოდვილი ვინ შევიდა ჯოჯოხეთში, იქით ამჯება. მაგრამ აქედან თუ ლოცულობენ მისთვის, იქაც არის სხვადასხვა, აი როგორც იესო ქრისტე ამბობს, ჩემი ზეციური მამის სახლში ადგილები მრავალ არის, სხვადასხვა სავანეებიო და ამას მიმოწევენ წმინდა მამი და თეოფანია გამოცხადებები, ასევე ჯოჯოხეთში არის სხვადასხვა სავანეები. ერთნი მეტად იტანჯებიან, მეორე მაგრამ ყველაზე მეტად იტანჯებიან ის სოდვილები, რომლებიც მოხვდნენ გენის ცეცხლოვან ტბაში. აი მაგალითად ჩვენ გახსენებული იუდა ისკარიოტელი. ქრისტეს მკვლელები უშუალოდ და საზოგადოდ. ამერიდან ვინც მიდის და ასე შემდეგ. ეხლა თანამედროვე იურისპრუდენტები დაიწყებენ და დავაკამას და ესე იგი რომ მე ვარ ადამიანს შეურაცხყოფა აყენებ, ესე იგი წირობ ჯოჯოხეთ მე კი არ ვარყვე გამას. სწავლებიდან გამოდის. აბა მესიას რომ არ მიიღო რა 64-ში იქნები, ასე გონია. ასე მუსულმანებსაც გონია, რაც მე ქრისტიანს მოკლები, მით უფრო გიაოხს, ესე იგი მით უფრო კარგ ადგილს დაიმკვიდრებენ 64-ში. ეგრე სად არის? ეს ზღაპრები წავუკითხეთ ბავშვებს. სიჩულის ასაკში და უბრალოდ ცოტა სერიოზულად იფიქრეთ. ასაკი რაც გემატება კი გრეალით აღნიშნავთ ახალ ყოველ ახალ წელს, მაგრამ რას აღნიშნავთ მე არ ვიცი დღემდე რა გიყურებ 60 წლის კაცი. რა გიხარიათ? ეგეც არ ვიცი რა, გულახდილა. სოციალები რო გაკლდებათ, რამე საგვერო საქმეები გაჩადენილი, რაღაც ქვეყანას არგეთ, მოყვას არგეთ, თუ რა გიხარიათ? ეს არის ღრეობის და გარყვნილების ერთ-ერთი დღე. არც მეტი, არც ნაკლები. ისე ბოდის ვიხდი წელს ისეთი გრეალით ვერ აღნიშნეთ ეგრეთ წოდებული ახალი წელიწადი, არა კანონებმა შეგიშალათ ხელი. მაშხალებს ისე თვალებში ერთმანეთს ვერ უშვებდით, არა კორპუსიდან კორპუსში და ასე შემდეგ. ეგ ერთი ღამე იყო კარგად მეცინა რა. ნაკლებად რო მოვენი. გულახდილა რო გითხრათ რა. მაგ ღამე შეულებრივ კითხულობ ხოლმე ან თარგმნი რომ გადაიავოს ბათქი ბუთხმა როგორმე დილის 20 საათამდე მე გადაუხადო გვამს თავისი რა. ძილს მივანებო. ეხლა რა თქმა უნდა ეგოცენტრისტულად ვჟელობ, ეხლა ჩემს გამოხვარ შეწყვეტე ბათქაბუც. სხვა მიზეზი იყო. მაგრამ საბაბს მიზეზს ყოველთვის ნახავენ. სხვა შორის იგივე ხდებოდა უცხოეთში, მაგალითად გერმანიაში, საფრანგეთში. იქაც დაიჭირეს. პოლიტპატიმრები თურმე იქაც ყოფილა რა. მაშხალებს თვალებში ესროდნენ ძალოვანებს, მათ შორის პოლიციელებს. ეს კონკრეტული ციფრებიც არსებობს, 600-ზე მეტი კაცი აიყვანეს მაგალითად გერმანიაში. და ზოგი მათგანი დღემდე ციხეშია, იმიტომ რომ სისხლის სახის დანაშაული ჩაიდინეს. კანონები დაარღვიეს და ასე შემდეგ. ის კანონები, რომელიც ყველა ქრისტიანმა თუ არა ქრისტიანმა უნდა დაიცვას. ეს ის კანონებია, იმანცია ლაპარაკი. რატომ რას გულისხმობ? უფალმა თქვა, მიეც კეისარს კეისრის, კეისარი არის საზოგადო ხელისუფალი. ყველაფერი ეს გადასახადებია, მორჩილება პოლიციის სიტყვის თუ ხელისუფლებას ვინც აღუდგება პავლე მოწმეებს, ის ღმერთს აღუდგება. ყველაფერი ეს უნდა მივაგოთ, მაგრამ აი როდესაც ხელისუფალი აქ იქნება თუ სხვაგან შეეხება წმიდათა წმიდას, ღმერთს, ჩვენს რწმენას, ეკლესიას არანაირი მორჩილება წვეთით არ მართებს არავის და მათ შორის არც ხელისუფლების. ამას არავინ არ გააკეთებს, იმიტომ რომ იციან რა სამომითაც დაუბრუნდებათ უკან. მერე ნახონ მაგათ გამოსვლები და აჯანყება. სხვარია, თუ გაცხარდა ცხარია. ჩვენ ვიბრძოლებთ სიმართლისთვის და ესენი ბრძოლებენ კომფორტისთვის და ფულების ტრანშებისთვის. ეს ახალი ქართველები. შედარებაც არ შეიძლება. ღმერთმა დაგვეფარო საქამდე ასე დაგვიდგეს საქმე. მათ შორის ხელისუფლებასთან მიმართებაში. არაფერს არ გვიშლია. კოვიდის დროსაც კი მათ შორის ვისაც დღეს ლანძღავენ. მე მახსოვს და სიმპათიები გამიშა ამ ადამიანის მიმართ, გამოვიდა ერთი კვირის შემდეგ და თქვა ჩვენს ქართველები ვართ, ჩვენს ტრადიციებს მივდებთ. ეკლესიები არ დაიხურება, წირვალოცები გაგრძელდება. პატრიარქმაც იგივე თქვა. შვიდად და წყნარად, თუმცა ზეწოლები დასავლეთიდან ძალიან ბევრი ქონდა მათ შორის ვაშინგტონიდანაც და ვინ დარბოდნენ 4 მუშკეტერებიდან, რომლებიც დადიოდნენ ხშირად იქ ინსტრუქციებისთვის, თქვენ გახსოვთ, უბრალოდ ანეკდოტები შეიქმნა მათზე რა. ქართველი კაცი მაინც არ არის, ბოროტი ვერ გაწირეს ისე ციბოროტის კეთებისთვის და ანეკდოტებში ძალიან აქტიურ პერსონაჟებად გამოიყვანეს. კოვიდის დროს გახსოვთ ალბათ. მაგრამ მეოთხე ქალი არ დაყავდათ ხოლმე. გახსოვთ? ფოლკლორში ავაზეც გაჟღერდა. რატო არ დაყავდათ მეოთხე მუშკეტერი, ანუ ის ქალი. ძალიან შორს აგვიმას ლაპარაკი და ყველას ვენაცვალე. ჩვენ უნდა გავარჩიოთ ცოდვილი ადამიანი და ცოდვა. ცოდვილი ადამიანი უნდა გვიყვარდეს და ლოცულობდეთ მათთვის და რაც შეგვიძლია
სინძისე შევადგოთ, ვამხილოთ. ხოლო რაც შეეხება ცოდვას, ის ყველაში და საკუთარ თავში პირველ ყოვლისა უნდა გძულდეს. მოკლედ, თავი რომ არ შეგაწინოთ ჩემო საყვარელო, უფალი არასდროს ტოვებს ადამიანს, მათ შორის 40-იან გზაზე. მეორედ მოსვლის დროს უფალი რომ მოვალ, თუ აქედან ჩვენ ლოცვებს სიკეთეს შევაძებ, თვითონ მიცვალებულს აღარაფრის გაკეთება და შეცვლა აღარ შეუძლია, რა თქმა უნდა, ამასაც გაითვალისწინებს და ასე კი რომ თავი და ხელახლა მის ცხოვრებას განიხილავს. სიკეთე რაც შეაწიეს, ლოცვა თუ მოწყალება იმას გაიხსენებს და რომ საბაბი გაუჩინოს და აცხოვნოს ჯოჯოხეთიდან 60-ში იყოს დახსნილი. და მერმე კი დადგება სუფევა ყოლაწმანა საებისა. აი სხვა რაოდენობა მაგალითებისა, რომ უფალი ყოველ შემთხვევაში ცხოვრებისა, მათ შორის მოწამეობის დროს შეეწეოდა თავის რჩეულებს. არის ასეთი წმინდა მოწამე აღათია. ადრეული შუა საუკუნეებია, დევნა სასტიკი მეორე თუ მესამე საუკუნეა ჩვენი სარწმუნოების და უამრავი ქრისტიანი ერთ-ერთ ქალაქში შებორკილეს და შეყარეს ციხეში და საშინელი წამება მოაწიეს, ქალი, ბავშვი, კაცი განურჩევდა. არავინ არ უყურებდა ამას წარმართაგან. და მათ შორის აღათია როცა შეაგდეს ნაწამები დასახიჩრებული, ისე სხეულს ვერ იცნობდა და გარეგნობას მისას, როგორც მიცხოვრებაშია ნათქვამი, ღმერთს მუხლი მოუყარა დიდი გაჭირვებით და მადლობა უთხრა, რომ ღირსი გახადა მისი სახელისთვის იტანჯებოდეს. მოულოდნელად ამ ლოცვაზე მთელი საპყრობილე, რომელიც ყარდა სიმყრალისაგან, განათდა. და ისეთი მოულოდნელი რამ იყო, რომ დარაჯებმა დაყარეს იარაღი და გაიქცნენ. ანუ საპყრობილე ღია დარჩა. ადგენენ და ყველანი მირბოდნენ იქიდან თავს უშველეს. ზოგიერთი მათგანი მიხვიროდა აღათია დროზე წამო, თუმცა ხედავდნენ სისხლიდან იცლებოდა და სიარულის თავიც არ ხონდა. ხელის არ შეაშველეს. და აღათია წამოდი, მალე აღარავინ აღარ არის. ღმერთმა დამიფაროს, უბასვა აღათია, რომ მე დავტოვო საპყრობილე. იმიტომ ადრე თუ გვიან დარაჯებს მოკითხავენ და შეიძლება ჩემს გამო დასაჯონ. აი წარმოგიდგენთ გასაოცარი ქრისტიანობა, გასაოცარი გულმოწყალება. თითქოს არავინ არ ავალებდა ამას. აი ამ დროს, როცა ყველა ლამის გაიქცა, გამოჩნდა რომელიღაც მოხუცებული და უთხრა, შევ აღათია, აი ბალახეულობა მიიღე და განიკურნებიო. მას ეგონა საპყრობილის ექიმი, კურნალი. არა დიდი მადლობა, უცდილობიანი მადლობა უთხრა, მაგრამ მე ვამჯობინებ, რომ ქრისტესთვის სიყვარულის ნიშნები გქონდესო სხეულზეო. მაგრამ რომ დაიხედა და მაშინ ემან უთხრა მოხუცმა, მე ვარ მოციქულთა თავი პეტრე. უფალმა ღმერთმა შენი ცოცხალი რწმენის გამო და მოწამეობის გამო მაგზავნა. შენ უკვე განკურნებული ხარ. და უჩინო შეიქმნა, გაუჩინარდა. და აღათია რომ დაიხედა ხელებზე სხეულზე, ნახა რომ სახსალამათია და ჯანმრთელი არის. ეხლა ზოგიერთები აკითხავენ, ამავა ეგეც აპარია, გროტესკია, გაზვიადებულია. ახლა რამოდენიმე წლის წინ, ესე იგი 30 წლის წინ დაახლოებით, მოხდა დიდი სასაული, იცით რა თქვენ? კაცი რომ დაჭრეს ნაწილ, რომელსაც შვილი არ აღავდა, მუსლიმი იყო, ცოლთან ჩავიდა, მერე შვილი მიეცა და იმ ტაქსი შოფერს გაურიგდა, რომ ჩამოვალო შენ უკვე იცი ჩემი გზები და ისა სამადლობელად უნდა დიდარი ადამიანი იყო. რომ შეეწირა იმ ტაძარში ღვთისმშობელ მარიამისა. აღარ მახსოვს ზეითუნის თუ რომელი ტაძარი იყო ღვთისმშობლისა და ტაქსის შოფერი გაურიგდა თავის მეგობარს, უდაბნოში გაიყვანა და არა იმ ტაძართან და მოკლეს და დაჭრეს ნაწილ, ცელოფლის პარკებში ჩაყარეს და საბარგულში. ნახეთ რა მოხდა. ეს მოხდა რაღაც 30 წლის წინ, 25 ზუსტად არ მახსოვს. ესე იგი საათ უდაბნოში ტრამალში მიდიან და პოლიცია წამოეწვია სრულიად გაუგებრად და მოულოდნელად და გააჩერეს საბუთები მოკითხეს, პოლიცია გადმოვიდა, შეხედეს, სისხლი მოდის საბარგულიდან. ეს რა სისხლიაო? და უბრძანეს რომ გაეღოთ. და როცა გააღო ტაქსის მძღოლმა, ნახა რომ ეს ადამიანი სახსალამათი იწვა საბარგულში. სოცხალი დაჭრილი კი არა. გაგიჟდა, ჭყვიდან გადავიდა და ვერ წაიყვანეს ფსიქიატრიულში პოლიციამ. მეორეს არანაკლები დაემართა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო მის მოყვლაში და დაჭრაში. ორად ადგილას ჰქონდა პატარა ნაიარევი. რატომ? ნიშნად იმისა, რომ ნამდვილად იყო დაჭრილი ეს.
მოკლული და დაჭრილი. ის იყო ცოცხალი მოწმე მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებისა. გამოდიოდა ტელევიზიიდან და მუსულმანური ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, რომ არ ელაპარაკა ამას, იმიტომ რომ ცოცხალი მოწმე იყო ჭეშმარიტებისა. ისე რომ ეგ შესაძლებელი იყო მომხდარიყო 17 საუკუნის წინ 1616 შესაძლებელია მომხდარი იყო 25 და მოხდა კიდევ ეს ყველა მიცის რაღაც თქვენ არ იცით. ისე ამ ერთ ქადაგებაში ამაზე გესაუბრეთ. და ასეთი რამ ბევრი მოხდება. განსაკუთრებით ბოლო ჟამს ანტიქრისტეს წეული მეფობის დროს აშკარა სასწაულები მოხდება მასიურად. მაგალითად ანგელოსთან ზედა გარდამოსვლა და გამოცხადებანი. ეს გასამხნევლად ისეთი დიდი ცთუნებები იქნება, ისეთი დიდი ტირანია იქნება, ისეთი რასაც ეძებს კაცობრიობა, ჭყვარეული და ორიენტირებ დაკარგული ის მიიღებს ანტიქრისტეს სახით, რომ იმ მცირედი ჯგუფის გასამხნევლად მოხდება ეს უდიდეს სასწაული, იმიტომ რომ არავის არც ერთ თავის მოწაფეს არ გაწირავს უფალი და არ დააგდებს. ასე და ამგვარად შეეძლო აღათია სული გადაერჩინა, მაგრამ მან ამჯობინა ქრისტეს იარები ქონოდა თავის სხეულზე. მეორე დღეს ის გაიყვანეს, კიდევ ერთხელ აწამეს სასტიკად და სიკვდილით დასაჯეს. და დღეს იქ არის, სადაც ჯალათები კი არა, ჩვენ უღირს ქრისტიანთა დიდი ნაწილი ვერასდროს ვერ შევა ძიმე და ცოდვიანი ცხოვრების გამო. მას ჟანსა შინა გარდაიცვალა ერთ-ერთი ქრისტიანი, ეს ადრე მომიყოლია, მაგრამ ძალიან ესეთი ღრმა მაგალითია. ღმერთს რომ უკედა მიიყვანეს ანგელოსებმა უფალთა რომ განეკითხა. განშა ცოცხალთა დაგვდართა ეს ძალაუფლება ღმერთმა როგორც თავად უფალმა აღდგომის ჟამს და ამოწმა მხოლოდ ქრისტეს მისცა და მან გაუნაწილა თავის მოციქულებს, როგორც წმინდა წერილიდან ვიცით, განშა კაცთა მოდგმისა. მოკლედ უკეთესად რომ მეჩვენებნა უფალს, როგორი ცხოვრებით იცხოვრა, გზის სახით აჩვენა. და შეახედა ამ გარდაცვლილს და რომ გადახედა ნახა რომ რაღაც ბილიკი მიდის და ადამიანის დაფეხურია ორი ფეხის. ცოტა შორს გაიხედა, იქ 4-ია და გაუკვირდა გულის სიღრმე. კი, მაგრამ როგორ უფალო? ეს თუ ჩემი ცხოვრებაა, ის ვიღაცია ეს დაფეხურები. ის ჩემი დაფეხურები არისო. კეთილიო. შორს გაიხედა კიდევ შეადარა ზომა აფეხურის და აი ხედავ იქ თქვენი დაფეხური ჩანსო და ჩემი აღარ არისო. თუ ჩემი ცხოვრება მესად ვიყავი. მე მაშინ ყველაზე მეტად მიჭირდა და შენ მიმატოვე როგორ ჩა. არაო, შემოკეთილო. ის ჩემი ნაფეხურებია. შენ როცა ყველაზე მეტად გიჭირდა, მე ხელში მყავდი აყვანილი და გულში ჩახუტებული. აგეტირება. თუ ოდნავ სიფაქიზე გაქვს სულში და მადლიერების ნაპერწკალი უფლის მიმართ, აგეტირება. როგორი მგზნობი არის, აი როგორც ესაიამ თქვა, მამა რო ამბობს ეციური მამა თავის ეზე ესაიას პირი წინასწარმეტყველისა. ჩემი ძის სული ისეთია, რომ ესე იგი ღვინავ პატროქს არ ჩააკროს და ლელწამს არ შემოსრავს. უფაქიზესი უნაზესი სულის, მაგრამ მოუდრეკელი მსაჯული იქნება, როდესაც მოვა განშად ცოცხალთა და მღვდართა. მოუცა რა ათეულობით საუკუნეები და თითოეულ ათეულობით წლები ცხოვრებისა, კაცობრიობა ზოგადად და თითოეულ ათეულობით წლები ყველას მოგვეკითხება ღვთის წინაშე. ბევრჯერ მოვიდა ჩვენთან უფალი და ხელი უკარეთ, ზურგი ვაქციეთ. არ ვინდომენ. ხსიამ აი დღეს რო შეხედავ ცოდვილებს ველაპარაკები გაუკნებული ვარ. რა თქმა მამაო სინანული, აი მაგალითად ნარკომანს ვთქვას. ან გალოთებულ ადამიანს, ან მეძავს. რა თქმა სინანული. იცით რა მხელა სიამოვნებას ვიღებ. ღმერთმა არაქნას როდესმე არც შემეძლოს ასეთი სიამოვნების მიღება. როცა ელაპარაკები რომ ეს დროებითია, წარმავალია, გელოდება ის სასაცილოდ არ ყოფნის. სასაცილოდ არ ყოფნის. რაც ხდება ეს პროცესები, სექსუალური რევოლუციები, ხელისუფლებების დამხობები, საკუთარი რეჟიმების დამყარება ერთ რამეს ემსახურება. ადამიანის გაუკუღმართებას საზოგადოდ და ანტიქრისტეს რეჟიმის მომზადებას და მის გამოჩენას, რომელიც უკვე კაცობრიობა ისე არის, რაღაც არეული რომ ტრამპის სიძეზე ამბობენ კუშნერი ეს არის ანტიქრისტეობა. ჩვენ ანტიქრისტები ვინ იქნება, საიდან მოვა, როგორ იქნება, გარეგნობაც კი აღწერილია წმინდა მამები იკითხეთ ამ ჭორიკანებს მოусმენთ რა. ამ ფსევდოლიბერალურ არხებს, რაღაც YouTube-ებს და ასე შემდეგ რა. წმინდა მამები იკითხეთ. წმინდა წერილი მაგ კონკრეტულად წერია ყველაფერი იქ. რა არ გვითქვამს რომ რუსი ებრაელი საიდან მოვა, სად დაიბადება. პუნქტუალურად არის ყველაფერი აღწერილი. როდის გამეფდება, რატომ გამეფდება. ამას ადამიანები ძალით კი არ შემოგვილეწავს კარებს.
ის ამას ადამიანები თავისი უზნეობით და უღმერთობით მოიყვანენ მას და გაიმეფებენ. და რას დაარქმევენ? გაქეცინება პირდაპირ წარენ. თავარი მშვიდობის ყოფილი, რომელიც იქნება, ესე იგი ყოფას უპირებს კაცობრიობას იქამდე, რომ ჭირის დღეებს უწოდებს თავადუფალი მის რეჟიმს. და სიკვდილს წინატრებენ და სიკვდილი გაიქცევა თვითმკვლელობით დაასრულებს ბევრი ცხოვრებას. დანარჩენზე აღარ მინდა ლაპარაკი ამ ომებზე. როგორც იპოლიტე რომალიამოს, აი გაჩაღდა ომები რუსეთ-უკრაინა, ჭკუას კი არ ისწავლიანო. არამედ მეზობელი ქვეყნებით ჩაერთვებიან. და ასე თანდათან მთელი მსოფლიო ამას ეძახიან დღეს უკვე მესამე მსოფლიო ომს, რომლის ნიშნებიც აშკარად არის. სწავლობს ჭკუას ადამიანი, ამდენი ადამიანი დაიხოცა, მაგრამ რა შეაინტერესებს რუსი და სლავი, ესე იგი რუსი და უკრაინელი იხოცება სლავები. რა შეაინტერესებს დასავლელ ბოსებს? სულაც არ აინტერესებთ ეს. თავარია არ იყოს მათ საზღვრებთან ომი. ამიტომ უნდათ რომ ჩვენ ჩავერთვათ შორს მათგან ჩვენ შორის თან ამოიხოცება ეს ხალხი და მიწები ვის დარჩება ძნელი არ არის მიხვდე რა. მეგობრებო ლოგიკური აზროვნების უნარი მეტნაკლებად ყველა საქმეს. აღარ მინდა ამებზე საუბარი და წმინდა მამებს მიაპყარით, ყური წმინდა წერილი იკითხეთ, იქ ყველაფერს ნახავთ, რაც აღიძვრება ცნობის ადილად ჩვენ სულში. აი ესეთი კაცმოყარია უფალი და ღმერთი ჩვენი. არასდროს არც სიცოცხლეში, არც სიკვდილის შანს, არც შემდგომად სიკვდილისა არ გტოვებს ის. და თუ შენ ჯოჯოხეთში შეხო, ეს შენი არჩევანია. დღეს ხომ გიყვათ თამამად ამის ეს მისი არჩევანია. სხეულზე ამბობენ, ეს მისი ავტონომია, ეს მისი სივრცეა. როგორ ატუტუცებენ ადამიანებს და ეს ბრიყვებიც რა სიხარულით ბრიყვდებიან. ესე იგი ღმერთი სადღაა. შენი სივრცეა სხეული, რას გულისხმობ, იცით? უნდა ეს ხო თქვა ერთ-ერთმა ლიდერმა. როგორია? სვანი კაცი რო ამას იტყვის, როგორ არის გადაგვარებული ქართველობა რა? ჩაფარიძეა რა? ჩაფარა. რას ამბობ? სირცხვილის გამო ვერ მოვიდა. მინდა პირით ვილაპარაკებო და მინდა ფულს გავაკეთებო და როგორ აკეთებენ? უკუღმართებენ ფულს პირით ხომ იცით? და უკანა ტანზეც ლაპარაკობ. ამას რო ეს იტყვის, ამას რო გაყვებია ნავა თუნა იყოს. მაგას ვინც გაყვება? ჯერ ერთი. როგორ არიან დაცემულები რა? სვანებზე ვახუშტი ბაგრატიანოვს ყველაზე მეომარი ტომია ქართულ ტომებში და დღეს ნახე რებს აკეთებენ და წაიკითხეთ გვარები, ბევრი მათგანი სვანური წარმოშობის არის. ძირითადად კი არ გეწყინა, წინა გაკვრით ვახსენე. მეგრელები და სვანები არიან არეულობაში. რა გჭირთ დამაგებინეთ? ეს დამაფიქრებელია. იქ ცბიერი ბიზანტიის პოლიტიკა, მე თურქობა, როგორც განსაკუთრებული დააწყო დასავლეთის ხალხები. ერთმანეთს ყიდიდნენ დასავლეთის ქართველები. გურიაში, სამეგრელოში, იმერეთში. შვილებს ყიდიდნენ. არსებობს დოკუმენტები, რატო ტირი შვილო, ქალიშვილს ეუბნება, ჰარამხანაში მიგიყვანენო ბეისთან და კარგი საჭმელი გექნება, კარგი სამოსელი გექნება და ასეთი უამრავი მოწმობებია. გაოგნებული ვარ. სოლომონ მეფემაც კი ვერ დააოკა. სასჯელები დაუწესა, ცხვირს აჭრიდნენ, ვინც იპარავდა ყიდი და საკუთარ თუ სხვას, ვერაფერმა ვერ გაშრა. სიკვდილით აშიდა, არ უშვილა. რატო? ფულთ მოყვარულები ვართ ქართველები და განსაკუთრებით ეს იტყვის დასავლეთ არ გეწყინოთ. მოყვარეს პირში უძრახებოდ. გენაცვალეთ ყველას. ჩემთვის ყველა ძვირფასია. რომელი კუთხიდანაც არ უნდა იყოს, მაგრამ ეს დამახასიათებელი რაღაც თვისებები არის, რომელიც უნდა მანკიერება და უნდა მოღიშოროთ. აი რატო ამბობენ ეს მისი ავტონომია სხეულზე მისი რასაც უნდა იმას გინდა იმრუშოს გინდა ტრანსგენდერად გადაკეთდება და რასაც უნდა იმას გააკეთებს და რო უფალმა რო თქვა არა იმრუშოს შეესდა უფალი ძირი და ძირი ეგ არის მას უფალი არსავს ის შულს არიწებს უფლისას ეს არის ბოროტის მსახური ყველა ამ გაგებით და ეგ ერთ-ერთი მაგალითი მოვიყვანთ რომ მაგალითები ბევრია ამ დღეებში რაღაც ინფორმაციას ვეცებდი და წავაწყდი ერთ ლექსს. უცნობი პოეტი ქალია. ჩანს მორწმუნე, ღვთისმოსავი. და ისე მომეწონა ეს ლექსი, რომ თარგმნე თქვენთვის და მიესადაგება იმას, რაზეც დღეს ვლაპარაკობ. იმაზე, რომ ადამიანის სულ წინავს, წუნებს, საყვედურობს ღმერთს, რატო დატოვა, რატო მიატოვა, რატო ეს არ მისა, რატო ის არ მისა და ღმერთი არასდროს სინამდვილეში არ თავს რომ თვალი აღარ აქვს გონებისა. ახელი რომ დავინახოთ ღმერთის ამოქმედარი, რომელიც არავის არასა დაუხილავს, რომელიც სრულია და ჭეშმარიტება და აი ეს ლექსი მე ვთარგმნე თქვენთვის დასასრულ. მინდა წაგიკითხოთ ამას ეხმიანება, სწორედ ღმერთი სინამდვილეში არასდროს ტოვებს ადამიანს. ქონია თამის შეგრძნება. მადლობა, მე თავად მქონია. ოღონდ როდის? ხოლმე სულ პერსონალ
თუ გულით სთხო მთელი არსებით უეჭველად აგისრულებს უფალი. ეხლა ზოგიერთ გაუველო ლატარის მოგება რომ მინდოდეს და თხო გულით ესეც შეიძლება, მაგრამ უფრო ხშირად არ აგისრულებს, იმიტომ რომ შენის ფული დაღუპავს მერე და ის წინ იხედება რას მოგიტანს. ამ ლექსს ქვია სათაურად უფალი მიმართავს ადამიანს. შენ ფიქრობ ვდუმდი, ესე იგი რომ გიჭირდა და ასე შენ ფიქრობ რომ მე ვდუმდიო, არ გესაუბრებოდიო? ვერლიბრის ჟანრით არის დაწერილი, მეც ასევე ვთარგმნე. მე არასოდეს დამიგდიხარ, შენ ფიქრობ ვდუმდი, შენი ჩურჩული წყალვარდნილთა ხმაზე მეტია, შენი ცრემლები ყინულოვან ზღვასაც დაადნობს, მე არასოდეს დამიგდიხარ. ესრეთ ვისურვე, რათა ძლიერი გამეხადე და ჩასწომოდი რა არის აზრი თავმდაბლობის და დასდგომოდი იმ გზას, რომელსაც მე ვადგავარ ვიწროს ეკლიანს. ესე იგი ხშირად გამცირებდი განსაცდელებს, ავადმყოფობას გივლენდი და ასე შემდეგ, რომ დამემდაბლებინე და დაგენახა არსი რა არის თავმდაბლობის. ეს გზა მე გავყვალე, შენმა უფალმა, გოლგოთას გულისხმობს. ეს გზა არის ძალიან ვიწრო და ეკლიანი. შენ უნდა გაიარო ეს გზა, იმიტომ რომ გოლგოთას მოსდევს მხოლოდ აღდგომა ბრწყინვალე. მე არასოდეს დამიგდიხარ, შენ ფიქრობ ვდუმდი, შენს ტკივილს მაშინ შენთან ერთად მეც ვატარებდი, შენ კი ფიქრობდი შენ იტირთე მარტომ ეგ ჯვარი, მე არასოდეს დამიგდიხარ. მე ყოველივე შევისმენდი, შენს დუმილსაც კი უსიტყვო ოხრაც, ხო იყრმაო ძვირფასი იყო, გულში ქვითინი გრგვინვასავით მესმოდა მაშინ, მე არასოდეს დამიგდიხარ. ოღონდ გელოდი, შენს გვერდით ვიდექ, მე ველოდი, ტკივილთა მიერ შეგესწავლა სხვა ყვარებოდა ცრემლების ნაცვლად მოგეწვანა სამადლობელი, ტირილის ნაცვლად ქების მსხვერპლი შემოგეწირა და დამდაბლებულ სული ღვთისა მიგეღო სულში, მე არასოდეს დამიგდიხარ. ესრეთ ვისურვე საკუთროში რომ იმარჯვებდე ჩემს წმინდა ხელებს, მიანებო სიცოცხლე შენი, მე შეგეწევი შენი ჯვარი უკვე ვიტვირთე. და როცა გაისიგრძეგან ადამიანმა ნახეთ რა აღმოსვა გულის სიღრმიდან უფლის მიმართ. გმადლობ შენ ღმერთო, ჩემთან ყოფო სამარადისოდ, რომელსა მხოლოსა ღმერთსა, გასთმოყვარესა, სახიერსა, სრულგრძეველსა და მიმტევებელსა შვენის ყოველგვარი დიდება, სიტყვება, პატივი და თაყვანისემა თანა მამი და სული წმინდი თუ აზდა მარადის და უკუნითი კუნისამდე. ამენ. დღეს კიდევ ერთი სიხარული გველოდება, დასრულდა ღვთის მადლით, ახალი ხატი დაიწერა ჩვენი ტაძრისთვის. ეს არის პანტანასას ხატი, სიმსივნის მკურნალი ადრე ვილაპარაკეთ ერთხელ დაურჩი ლატოსორით ეს ხატი დაიწერა, იმიტომ რომ ძალიან გამრავლდა ეს დაავადებები და ნუგეშინისება. ესეც ღვთისმშობლის ახალი დიდება, სხვა დიდება, სხვა შეწევნა, სხვა გამოცხადება. მქონდა სიხარული ათონზე როცა ვიყავი პილიგრიმობით, მომელოცა ორიგინალის წინაშე და მადლობ უფალს რომ თავად დედა ღვთისაც რომ ეს ხატი უკვე შეიქმნა ჩვენთან. სავარაუდოდ დაბრძანდება, დასვენდება მამა გაბრიელის ტაძარში, სადაც სამი წინასწარმეტყველის მცირე ხატი არის სხვაგან გადასვენდება ენუქის, ელიასის და იოანე ღვთისმეტყველისა. ეგ დასვენდება წლებით ადრე ვთარგმნეთ მადლობა უფალს დაუჯდომელი ამ ხატისა და წმინდა მაკრინეს ხატით შევქმენით ბასილი დიდის და აღლომის ტაძარში სამხრეთის კარებთან რო არის ხელმარჯვნივ შეხვალ თუ არა, სიმსივნის მკურნალია. თავად იყო სიმსივნით დაავადებული და კადნიერება მიიღო, როდესაც ზესასოფელში შევიდა, რომ განკურნოს სიმსივნიანი ავადმყოფი. თან ისე ელვისებურად მოხდა ვინმე მაკრინე დავართ მოსკოვში ცხოვრობდა, ჩამოვიდა იმ დროს, როცა უკვე აზრი ჩამომიყალიბდა და გადაწყვეტილება და თანხა არ იყო და თანხაც უთხარი რამე მინდა შემოვწირო. ნუ თხარა ეს სიმსივნის მკურნალი შენი ვისი სახელი შენ დაგარქვი, სხვა სახელი ქვია, მეგრული გოგოა. აი ეს სახელი დაგარქვი მეთქი ამისი და ეს ხატი იხატება, ამიტომ სიმსივნის მკურნალი წმინდანი ყავს ტაძარში, გვეყოლება ხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის. შემდეგ იქნება ბარძიმის შეუსმელი, ეს არის მემთვრალეთა და ნარკომანთა მკურნალი და კიდევ დაახლოებით 20-21 ხატი შევარჩიე. უკვე დავიწყე ერთი მათგანის, რომელიც შემდეგ თუ ღმერთმა მშვიდობით გვამყოფა, რა თქმა უნდა და ცოცხლებით დაიხატება, დაიწერება, ეს ხატი იქნება წარწმედულთა მოძიება.
ესე იგი, აი ცოდვებში რომელია დამხრჩლებიდან. ესე იგი, რა აზრით ვარჩევ ხატებს, რა საჭიროებებს დგას ჩვენ საზოგადოებაში მორწმუნეთა თუ ურწმუნოთა, იმის მიხედვით ითარგმნება თითქმის ნახევარი უკვე თარგმნე ამ დაუჯდომლისა ღვთისმადლით შეწევნას გრძნობდა ესეც ფიქრობ მალევე ითარგმნება, შემდეგ ეგ ხატი დაიწერება და შემდეგ გასულ 4 შაბათს ღვთისმშობლის დაუჯდომელის შემდგომ საუბარში წაგიკითხეთ სია რა ხატები ამოვარჩიე, რომელიც დაიწერება ღვთისმადლით და ამათგან დიდი ნაწილი გადაბრძანდება თუ ოდესმე მეღირსება რომ ღვთისმშობლის პატივი თუ პატრიარქის კურთხევა და ღვთისნება იქნება, ავაგოთ დიდი ტაძარი ღვთისმშობლის, სადაც ყველა სასწაულთმოქმედი ხატი დასვენდება, რომელიც კი ღვთისმშობლის სახელზე განითქვა დედამიწის დურმე. უწინ თუ დღეს. ამენ.